ვიწყებთ? სალამი შემოვიხედეთ კამერაში. მოგესალმები ქორი. დიახ, შემოგვახედე კამერაში. თავერისთვის რომ მარტივი ამასაც. ოკეი, კარგი. აბა. როგორ ხარ ნიკო? არა მიშოს. ნორმალურად. გარდა იმისა, რომ ყველაფერს უაცავს. გვეშველება რამე ნიკო? აი რამდენი რამე ხდება, რაც არ უნდა მოხდეს ბოლოს მაინც ყველაფერი რო ჩაწყნარდება. ავათან კარგად ბოლოს მაინც კითხვა იჩენს აქტუალურად თავს. გვეშველება რა, ის რომ რამდენი წელი მოყვება არა ეგ კითხვა. ერთი პერიოდი თქოს მინავდა. ანუ თავისთავად რაღაცა ის იყო, უცნაური კითხვა იყო, იმიტომ რომ არასდროს ხო არაფერი არც გვეშველება და არც არ მთავრდება. ეგრე არ არის არა? არ მთავრდება. არავინ არ არის რომ გახვედი ბოლოს. აი გვეშველა. ხო, end game-ში ხარ და მე მორჩა და აღარ აქვს არაფერი. ეგრე არ მოხდება, მაგრამ რასაც ყოველდღე, აი დღესაც რასაც ვკითხულობდი ამ განათლების რაღაცებთან დაკავშირებით, ან ჭყალებში რეფორმა არ მინდოდა რომ ეხსენებინან, გრევ ფორმა. აი კანონებს შეცვლი, რაღაცა სიზამ, რაღაც ინსტიტუტს გაუფებ, თავიდან გააკეთებ. აქ რაც ხდება, ეს არის აი დეკადების განმავლობაში იავარქმნილი. თან არაფერს საპირისპიროს არ ხო რაღაც ამას ვაკეთებ და ეს კარგი იქნება და ეს ცუდი იქნება. ეს კარგი იქნება, რომ გაიყიდება, თქვათ, ჩვენო იმას არ შევეხებითო. პირველად მეორე კორპუსს თესევს, მაგას ხელს არ ვახლებთო. კიდე რამდენი კორპუსია იქა? და იქ თესევში რომ ამდენი ადამიანი სწავლობს, ორ კორპუსში დაეტევა. იმიტომ რომ ჩვენ დროს მე მეორე კორპუსში ვსწავლობდი სოციოლოგიაზე. სავსე იყო იქაურობა. მეორე კორპუსში სწავლობდი? მეორე კორპუსში გქონდა მაშინ ჩემი მშობლიური კორპუსია. სულ ბოლო სართულზე რაც ხვენზე გქონდა ჩვენი პატარა რაღაცა. მარცხნივ თუ მარჯვნივ? რო შედიხარ? იმიტომ რომ მარჯვენა ქიმიკოსების იყო, მარცხენა ფიზიკოსების და იურისტების. არავინ ქიმიკოსი და ფიზიკოსი არ დავინახო, სოციოლოგები ვიყავით და თეოლოგები გვერდზე. სადღაც ხვენში ყოფილი ხარ? ხვენში ვიყავით, მაგრამ კიბიდან არადიოდ ზემოდან ჩამოდიოდით. სულ თავიდან რომ წავედი უნივერსიტეტში და ეჩემა ის მითხრა, ახლა იციო რომ იქ რო შედიოდა ვიზა მითხრა რომელიღაცა იმაზე ნათობზე ჩვენი ქართული მეცნიერების ყოველთვის 5 სიხდიდა ხოლმე უნივერსიტეტში რო შედიოდა და მეც შევედი მოვიხარებოდი მე თქვენ კარგად ხო ხართ ანუ მეორე კორპუსი მაშინ დანგრეული იყო და დავიხურე ესე ვქოდი სხვათა შორის იმ ზურაბ კიკნაძეს აქვს იმ თავის ბოლო ეს შემაჯამებელ წიგნში იქ ეგეთი ეპიზოდი რომელიღაც მეცნიერზე არ ვიცი ვიზე ამბობს აკაკი შანიძეზე ანდრია აფაკიძეზე რომელიღაცაზე აი შენ როგორც ამბობ ეგეთი დიდზე ამბობს ის ხო ქუდის მოხსნა ხო მოხდა ხო ის არის ეს ეტიკეტი და ჟესტი და ყველაფერი და აი ქუდის გარეშე რო იყო ეს მისალმების დროს სათვალე old school ანუ ნამდვილი ის რო იყო ეგ მაგას ხო ნიკო შენ აი ახლა ეს ბუნებრივად აქ სანამ შემოვიდოდით აქ კოლეგებთან საუბრობდით დაგვეწია ეს ახალი ამბავი რომელიც ესე იგი ჩვენს საიტზე დევს ტექსტათაც ახალ ამბათაც კარდებადაც მოკლედ მაინც მიიღეს გადაწყვეტილება ამ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს ეს ასე ვთქვათ რეფორმა თუ დეფორმა არის მაგის ფარგლებში რას უფინანსებენ და რას უტოვებენ და რას არ უტოვებენ მე რა მიკვირს იცი რაღაცნაირად აი კვირისთვის დებატებში არის გამოწვეული ამ რეფორმის მოწინააღმდეგე მხარე გამოიწვია თან არა უბრალოდ ვიღაცამ მხარდამჭერმა ამ რეფორმისამ არამედ პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა ოღონდ პარალელურად ხო ყველაფერს აკეთებენ არაფერი ჩერდება და ეს ის დებატები რაღაც დებატებისთვის არის რაც 4 ხლის გამოსაშვებად არის რაზეა ლაპარაკი ესე იგი თავიდანვე დაიწყეს იყო საუბარი რომ უნდა მოხდეს ოპტიმიზაცია, რაღაც სასწავლებლების შეერთება, ну, აი ეს კატამარანიზაცია, ასე ვთქვათ, ნიკო. ძალიან კარგი საკურთხეველად ხო? არ გამოვიდა რაღაც ეს ბოლომდე ეს კატამარანიზაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გპ-ის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური უნივერსიტეტის შეერთება. ერთი წამებაში მან 3 წერტილს დავსვამ და ცოტა იმას გამოვუშვებ, რომ ეგ საკითხი იყო, რომელზეც უკან დაახევინე სხვა დანარჩენი 1 წელი. არაფერი ეს ოხრები მარტო მაგაზე იმას არ ვიცით რა მოხდა. მან და ასევე რომ ვინც ეხა გვიყვარს, მოკლედ თავიდან იყო წინა კვირაში ვლაპარაკობდით, რომ საქართველოს იონი ჯავახიშვილის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტი და ყოფილი გპ-ის სიტყვი უნდა გაერთიანებინათ, შემდეგ კატამარანი ეგ იყო. კაი იქნება, რა ეფექტური იქნება. შემდეგ უკან წაიღეს ეგა, ოღონდ უკან წაიღეს ისე არის, ანუ შენობებს მაინც გაუყიდიან გპ-ის იგივე სეტავს, მაგრამ კაი ეგ აღარ მოხდება, იმიტომ რომ მაგაზე ატეხეს ამბავი, ვინ გადაწყვიტა მე საბოლოოდ, რომ ვიღაცა პირადად ეხლა ბიძინა ივანიშვილს ათხოვა, ანუ მოკლედ
ხო, ძალიან უცნაური არის. იმ უამრავ გადაწყვეტილებას შორის, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიიღეს, ამაზე ისაქნეს, გამოიჩინეს დაბრუნდი. ბაბატია. ჩაგერთვები ხანდახან. ხო, მოკლედ ეს გრძელდება, მოკლედ იქ დებატები დანიშნულია, უნდა იდებატონ, მოკლედ თვითონ დებატების აზრი რა არის, რომ იკამათონ და გამოჩნდეს რაღაც ისა გზა, გამოსავალი გამოჩნდეს და ნუ არაფერს არ ელოდებიან და მაინც იღებენ ამ გადაწყვეტილებებს. ხო, გარდა იმისა, რომ გაერთიანებაზე იყო ლაპარაკი და მერე უარი თქვეს, ხო, ახლა არის მაინც გრძელდება ამ იმის, რანაირი ის არის დამოუკიდებლობა და ისა უმაღლესი სასწავლებლების, როდესაც გარედან უწყვიტავენ, რა საგნები დაიტოვონ. აი მაგალითად ილიას უნივერსიტეტში რჩება ეს პედაგოგიკის მიმართულება და ეს STEM-ის მიმართულება. ხო, სამედიცინო ვინც STEM-ი არის, ის ყველას არ მოეთხოვება, რომ ლათინურენოვანი კი არა და ლათინური აბრევიატურები იცოდეს, არის Science, Technology, Engineering, Math. ანუ ესე რომ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა. ხო, მთელი ეს მიმართულება ეს ჰუმანიტარული, ხო, აი სოციოლოგიური მეცნიერებები და ასე შემდეგ, ისე გამოკიდებული რჩება, რაც ილიას უნივერსიტეტის ასე საფირმო ნიშანი იყო, ხო, ეს ჰუმანიტარული. მე ვერ ვიტყვი, რომ მანდ ეხა პულსზე თითი მიდევს და ზუსტად ყველა ფაკულტეტში კარგად ასწავლიან თუ ცუდად თუ როგორ ყველაფერი ვიცი. არ ვიცი ცხადია, მაგრამ ნუ ყოლია თქვა მეგობრები, რომლებიც ახლა უკვე გაიზარდნენ, მაგრამ სწავლობდნენ იქა და ზოგი იყო ძალიან უკმაყოფილი, რითაც სწავლობდა, ზოგი იყო ძალიან კმაყოფილი. მე რაც ბოლო დროს შეხება მქონია და იყო ბექა კობახიძის გაკეთებული თავის თანამოაზრებთან ერთად სამაგისტრო პროგრამა იმისი ისტორიის, რომელზეც ვიფიქრე, რომ ხო არ ჩავაბარო თქვა, იმიტომ რომ ნუ ბექა მიცის პრომოუშენი რაღაცა, მაგრამ მაგის მიღმა ახლა რაც მინახავს მაგის დამთავრება ერთ-ერთი საუკეთესო რამე საქართველოში მაგ მხრივ კი არა, საერთოდ რაც კეთდება განათლების კუთხით. უბრალოდ ცოდოა. სხვა კიდე შეიძლება არის ხა მე მაგასთან მქონია კავშირი რაღაცა ფაკულტეტები თუ სამაგისტრო თუ საბაკალავრო, რომელიც ასევე ძალიან კაია და ნუ ხა არ ვახსენებ რომ არ ვიცი მე, მაგრამ სხვა რაღაცაზე შეტკივად გული. უბრალოდ არის უსინდისობა და დანაშაული არის მაგისი ესე რისი გულისთვის, რომ საპასუხოთ რა. იმიტომ რომ როცა გამოეთრევიან ხოლმე და მე მაგაზე აი უფრო კომენტარების და რაღაც ავტორები, აბა ნახე გეგინდოდეთ, მე რაღაცა რა გინდა ასწავლიდნენ ხალხი. თამარ ჩარგოლიაშვილი რაღაცას დაწერენ ხოლმე, ნიკა გვარამია. რა მაგაზე აი რა გინდა ხალხი სწავლობს და იქ მიდის. ანუ არის ხალხის მოზღვავება, რომლებიც აი კიდევ ერთხელ GPI-ზე რო ავარდნენ და სხვაზე არაფერზე არ ავარდნულა, რომლისთვისაც ოღონდ სტატუს კვო ჭყალებში შენარჩუნდეს, რაც არის ოღონდ რამე წინსვლა არ იყოს სადღაც და კიდევ ერთხელ აი იმ ხალხზე მეშლება ნერვები, ვისაც სხვისი ცუდი უფრო უხარიათ, ვიდრე თავისი კარგი უხარიათ. იმიტომ რომ აი მე აბა გეგონათ რომ ესე არის, რომ აბა გაბაბანებული ყავით, იქ რო იყავით წასული ისწავლე და ჩამოხვედი. ჩაჭექი ხა აქ მძღნერში 3 წელი საბაკალავრო 9 წელი სკოლაში და მე გამოდი და ბოთლები ბერე თუ რაღაცა რომელიც განა ის არის შეიძლება ზოგს მართლა 3 წელი ჭირდება საბაკალავრო ვინ იტყვის ანუ არის რაღაცეები შეიძლება რაღაც შესაძლებელი იყოს შეიძლება რამე შესაერთებელი იყოს მაგრამ შემთხვევაში რამე დებატები ვნახეთ რამე დისკურსი იყო ვინმე მორის სიტყვა მეორეს გადაუგდო აი ესე თქვეს და გააკეთეთო და მე ესენი გამოდიან ესე რომ თავარი არ უწინა ხელისუფლება არ იყოს რომელიც ესე გვეუბნებოდა რაღაცებს ნახე ამათ და ამ თავის იმითი მოახერხეს რომ ვითომ დამოუკიდებლობა თუ რაღაც შეინარჩუნეს რა დამოუკიდებლობა როცა ზევიდან გიწყვეტს ყველაფერს პოლიციის სპეციალისტი რომელიც განათლებას უდგას სათავეში რომ როდის იყო რამე ის აქვს სტატუსი აკადემიური იმისი განათლების რეფორმის პედაგოგიკის სპეციალისტი რომელია იქიდან განათლების სპეციალისტი არც ერთი არ არის და არიან ესე რომ ეხლა ესე იქნება და всё ძაღლი ყეფავს ქარავანი მინდებლარიან თუ რაღაცა ხო მე იმას ლაპარაკობენ როცა არა ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ხო კაი თვითონ არა აქვს სიტყვაზე ხო შეიძლება რაღაც ჯგუფი იყოს დაქირავებული სპეციალისტების რომლებიც რაღაც კვლევებს გამოიკვლევენ რაღაც მეცნიერულად რაღაც სხვის გამოცდილებებს რაღაცასთან შეადარებენ და იტყვიან რომ აი ეს არის ოპტიმალური გამოსავალი. მოდი აბა მითხარი მე გეუბნები აი ჩემი გათვლა ეს არის რომ აი ამ სასწავლებლებში ესე უნდა იყოს ისე უნდა იყოს. კაი დავანებო თავი რომ ერევიან. აქ ჩვენ ესეთი კულტურა გვაქვს ის არის რომ ეგ მაინც არ ქნეს იმიტომ რომ თავსაც არ იკატუნებენ. არანაირი მცდელობა დარწმუნების აი ზედაპირულიც კი რაც ორი სიტყვა წერე ოპტიმიზაცია ყველა ჩაწერს მაგას მაგრამ ორი სიტყვა სხვა რაღაცებზე შედან ხოლმე და ლაპარაკობენ და ხარდავენ და ხალ ერთი ტელევიზიიდან ხალ მეორეთ რაღაც საკეთებენ. აქ ცდილობაც კი არ ყოფილა რომ უკეთესი რა იქნება ამაზე.
არის ლაპარაკი იმაზე, რომ უფრო მალე სამუშაო ძალაში ჩაერთვებიან სტუდენტები, რომლებიც ნაკლებად მასწავლებლები იქნებიან და საბოლოო ჯამში ქვეყნის ძლიერებას 10 წლის მერე, 5 წლის მერე, დღეს, ხვალ და თაობების მერე ძილს უთხრიან, იმიტომ რომ ყველამ ვიცით ქვეყნების სიმდიდრე საიდან მოდის ახლა. ცოდნიდან მოდის, რომ აღარ არის წიაღისეული, რომ ვიღაცა აპს გააკეთებს იქა და 2 მილიარდი დოლარი რაღაცეები აქვს ფული, ვიღაცა ლაბუბუს მოიფიქრებს და მე ის არის უფრო მეტი ფული აქვს რაღაც ხნის განმავლობაში ვიდრე გაზპრომს და რაღაც მთელ წიაღისეულებს ერთად. და ასევე რასაც სხვა თუ ჩინეთიდან უნდა ვისწავლოთ, რამდენი რამ ისწავლა შეგვიძლია ჩინეთიდან. 2 დღეა რაღაც, ხოცა სამოყვარულო ვიდეოებს უყურებ, ვიღაც ტიპი რო ცემს პასუხი supply chain expert answers questions თუ რაღაცა რომ როგორ გახდა ჩინეთი იქ სადაც გახდა რომ ხო გახსოვს რამდენი ხნის წინ იყო რომ made in China იყო რომ ფუ ესე ცუდი საქონელი ეხა ვინოხერი ანუ უხარისხობის ნიშანია ელექტრომანქანებში პირველ ადგილზე გავიდნენ და ერთადერთი რაც ხელს უშლით რომ ამერიკაში არ შევიდნენ და იქაც ყველაფერი არ გადაჭამონ არის ის რომ უმაღლესი ტარიფები აქვს დაწესებული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ამერიკას მაგრამ რანაირად მოხდა ესა? იმიტომ რომ დააგროვეს ცოდნა, ანუ ძალიან მარტივ დონეზე ვიღაც ტიპის არის, რომ ეს როგორ მუშაობს და ტიპი დასავლური კომპანია რომ შემოდიოდა ჩინეთში, რომელსაც უღირდა რომ ეს იაფად გაეკეთებინა და მე თავისი ბრენდი დაერტყაზევიდან და ის იყო კარგი. ამასობაში ესენია 5 წელი, 10 წელი. და შემთხვევით კი არ იყო პოლიტიკა იყო ეს სახელმწიფო რომ სწავლობდნენ. აბა როგორ არის ამათან ურთიერთობა როგორ არის უფრო მოსახერხებელი ის კი არ ქონდათ რომ ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი რა მაგარი რაღაცა მოვიფიქრეთ არა იქ ქონდათ რომ აი მხოლოდ ერთი ქალაქია და აქ ყველაფერი დაგხვდება რაც გინდა ისა ნახევარგამტარების წარმოება აქ რაღაცას მეთევზეთა სოფელი იყო სადაც 3 მილიონი კაცი ცხოვრობდა თუ რაღაცა ეხა გაცილებით მეტი ცხოვრობს და თუ რამე გინდა იქ ჩადა სულ ყველაფერი დაგხვდება გაიკეთებენ წამოხვალ შენ აღარ მოხვალ ჩვენთან უკვე ვიცით როგორ კეთდება აქ რამდენიმე ქარხანა გვაქვს და ჩვენ თვითონ გავაკეთებთ და თუ აქამდე ბრენდის პრობლემა იყო რომ made in China ცუდი იყო. ახლა გაქვს Xiaomi-ის ტელეფონი და ჯერ ყველაფერი made in China არის, რაც კარგია, უარესები კიდე სხვაგან მიდის. მაგრამ თავიანთი ბრენდებიც აქვს, რომლებიც არავიზე ცუდად არ მუშაობს. ეს BYD თუ რა ქვია, ეს მანქანა რო სახელი არ ჰქონდა გაგონილი რამდენიმე წლის წინ, ყველაზე მეტი იყიდება ელექტრომობილი და ბევრად იაფია Tesla-ზე და მე ვერ ვერკოვი მაგაში ესე, მაგრამ ვიჯექი 1-2 ტაქსიში და რა კარგად გამოიყურებოდა არ იყოს. ხო და არ ამგონია რომ ეს რაღაც ადმინისტრაციული მეთოდები და ეს იმით ეს ნაჯახით ხდებოდეს ეს რეფორმის გატარება და მე მოკონდეს ეგეთი შედეგები, ხო რომ გაფრინდეს შენი მეცნიერება და შენი მიღწევები. ხო, აი ეგ არის რა, რომ არაფერს არ ეყრდნობა, რასაც აკეთებენ. ხო, მნიშვნელოვანი ჩარევა არის, აი დრამატული ჩარევა ამ უმაღლეს განათლების სფეროში, მაგრამ ეს არ ეყრდნობა არაფერს. ხო და ეს პრინციპი სიტყვაზე ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ერთი ეს, ერთი ისა, ერთი უბანი, ერთი სუპერმარკეტი. მაშინ ეს ერთი მთავრობა, ერთი ისა იდიოტი სიტყვაზე რა საჭიროა ამდენი ისა შტატები და ამდენი რასაჭიროა ამდენი დეპუტატი და რაღაცა და საერთოდ ხო, მაშინ ერთი ქვეყანა, ერთი მონარქი ან ერთი ქვეყანა, ერთი ოლიგარქი და დამთავრდა აქ. ხო, ეს გამარტივებსო ანუ. ხო, ეს რაღაც საჭიროა ეს ადმინისტრაცია და ეს ვიღაც ტიპები. ხო, ვიცით გადაწყვეტილებას ვინ იღებს და ეს განფორმებული ტიპები რაღაც საჭიროა მაშინ. ამაზე დავზოგოთ ფული. ხო, მე არ ეყოლებათ ერთმანეთი დასაჭერი. იყოს ის ერთი ბრძენი კაცი და დაემორჩილოს ყველა. ხო და ეს კიდე რომ დაუჩემებიათ რომ სიტყვაზე ის ადმინისტრაციულ კორპუსებს არ შევეხებით ისტორია პირველი კორპუსი მეორე კორპუსი ეს ვინც არის ის ხო ლეგვის ფოთოლის ამბავში რა ახლა თლიან შინაარს აცლიან ყველაფერს ხო და ნუ ახლა დატოვოს ის პირველი კორპუსი რა პირველი კორპუსი ის სხვა კორპუსები ტყუილად არის ან მაინც და მაინც შენ უნდა გამოიყენო და ამ ფორმით უნდა გამოიყენო არ შეიძლება რაღაც ესეთი ცენტრში ისტორიული უბანში ან თვითონ ისტორიული შენობა იყოს განათლების ან კულტურის რაღაც ისა კერა იყოს მაინც და მაინც რაღაც ბიზნესის უნდა იყოს და სხვა იმას არ შეეხებიან ან სხვა ასევე გვაქვს ისტორიული შენობები სამხატვრო აკადემიის თეატრალურის არ ვიცი ყველაფერზე თავს კი არ დებენ რომ არ გავყიდით თუ აგრეო და მე ვთქვათ ის არ იქნება არაბი ინვესტორებს რომ მოეწონოთ რა მნიშვნელობა არაბია თუ ამერიკელია სულ ცალფეხზე მკინია უსთაველზე შენობა იყოს მოდი განათლების კერა იყოს და არ აქვს მნიშვნელობა რომ სუპერ მე დაიწყება რომ აბა თეატრალურში ეგენი დენიროები თუ ალპაჩინოები არიან რა მნიშვნელობა აქვს ანუ თუ დაიხურება მე აღარც იქნება აღარასდროს თან აი ესეთია რომ რაღაცას მე აღარ ეშველება აღარაფერი თუ აღარ არის უნივერსიტეტის შენობები აღარ არის და აღარ არის მე თავიდან ხო არ ააშენე
ხო, არა, ეგ არის რომ ცირა არის ის რომ ზოგადად არ ვიცი ეს ჩვენ წინა გადაცემაშიც იმის წინაშიც გვითქვამს რომ რაღაცა აი ამ ტიპის ესეთი მოწყობის ქვეყნებში ხო ეს შეთქმულების თეორიები რაც არ უნდა ველური და გიჟური იყოს ხო ბოლოს აღმოჩნდება რომ მართალი არის ახლა ეს ხო გაგვიგია დისკუსიების დროს უსმენთ ხო ახლა მით უმეტეს ეს გახურდა დებატები და უსმენთ ესე რომ ნუ ამ ტიპის ხელისუფლებას რომელსაც უნდა რომ სამარადჯამოთ იყოს არ აწყობს ეს ისა პოტენციურად პროტესტის კერები ხო რა როგორიც არის უმაღლესი სასწავლებლები როგორიც არის ლექტორები სტუდენტები და ასე შემდეგ და ცდილობს გამოხშირვას ხო რაც შეიძლება შეავიწროს დაამცროს თავისი დამოკიდებული დატოვოს ესეც არის, მაგრამ ახლა რეალურად ხო რა ტიპის ქცევა აქვს, რა ტიპის დამოკიდებულებაც აქვს გარე სამყაროსთან, ხო? ეს ხო არ არის სუვერენიტეტის გამტკიცება, უფრო გავს რაღაცნაირად იზოლაციას. ამ იზოლაციას მოაქვს ეკონომიკური პრობლემები. დღესაც ჩანს, ხვალ უფრო მეტად გამოჩნდება ზეგაც და იმის მერეც და მერეც, ხო და ხო არის ეს, რა ვიცი, ვიღაც ტიპებმა დახაზეს და თვითონ რეფორმა მოიფიქრეს და რაღაცა, მაგრამ სინამდვილეში დიდი ალბათობით აქვს ინტერესები ამ უძრავი ქონების მიმართ, რომ ეს იყოს რაღაც დროს გაიტანენ, რაღაც ტიპის შემოსავალს გაიჩენენ, რაღაც ვადით, ხო? არ ვიცი ჯიმი, რა კონსპირაციაზე ლაპარაკი როცა მაგას ამბობენ და მაშინვე გაყიდვებზე იწყებენ ლაპარაკს. რა კონსპირაცია ეგ არის, ამბობენ. ხო, ეგ მაინც ესე თითქოს წამოწდასავით და მერე იწყებენ აი მაღალ მატერიებზე მსჯელობას და რომ აი ეს საჭირო არის იმისთვის თაობებისთვის და განათლებისთვის და რომ აი ზედმეტი ტვირთი თაობებისთვის საჭირო რომ ზედმეტი კორპუსი რო არის იქ ის იყოს რაღაც ბიზნეს ცენტრი აგებული რომელიც თან მერე არის აი ნიკო შენ რასაც არ მალავენო ხო ახლა დღეს თუ გუშინ იყო ეს კობახიძეს ქონდა ეს ამ იმაზე Eagle Hills-ის ამ პროექტზე და აი ამდენი ის გაიყიდა უკვე წინასწარ და რამისა ბინა 300 თუ რაღაცა და ამის 50% არის ადგილობრივი, უცხოელი არის ის და არაბი არის 5%. დეველოპერით ველაპარაკება იმის უძრავი ქონების აგენტივით რა იმას რომ ჩვენ რაში გვადგია ანუ ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია ის ძალიან ძვირიანი ბინები არაბი იყიდეს, ქართველი იყიდეს, რუსი იყიდეს თუ ვინ იყიდეს მაგ დონეზე როცა მაგ ფულზე ალაპარაკე არ ჩემთვის სულ ყველა უცხოელია, იმიტომ რომ იმდენად სხვა სოციალურ კატეგორიაშია, სხვა წრეებში. ხო, ესე ხო, საზოგადოების ბევრ ნაწილს ელაპარაკებიან, იქ იყო პროტესტი იყო იმათი მხრიდან, ვინც რომ ეს არაბიზაცია დაგვყავს. ეგ ხო მაგათვისაც მნიშვნელოვანი არის ამ ტიპის ელექტორატი და იმათაც ეუბნებიან, უმტკიცებიან, რომ ძალიან ცოტანია. მარტო ეგენი არიან მნიშვნელოვანი ეგ არის რომ იმიტომ რომ დანარჩენი რო ამბობენ რომ ბევრი ის იყო რომ ყურადღების გადასატანად შემოაგდეს რაღაცა თუ გააგდეს. მაგისი ამჯერა რომ საერთოდ ცდილობენ რომ ჩვენი ან ვიღაც ან მედიის ან ოპოზიციურად განწყობილი ვიღაცების ყურადღებანი კით მიიქცნენ აქეთ. ფეხზე არ კიდიათ ბოლო ერთი წელია ყოველ კვირა რაღაც საშინელ კანონებს იღებენ, მე ამბობენ საშინელი კანონები მივიღეთო, მე გასლაითინგს გიკეთებენ რომ ტროტუარზე დგომის თუ არავინ არ დაგვიჯარიმებია, როცა პარალელურად აჯარიმებენ ვიღაცებს, აყადაღებენ, რა შენი ყურადღებად იქით წაიღებ თუ აქეთ წაიღებ სულ ერთია. ხან მე ხვდება ხოლმე რა ფოკუსი გავასწოროთ, გინდა აქეთ გაასწორე და გინდა იქით გამოასწორე. დებატებზე რო იყო ლაპარაკი, ბოლო 2 დღეა მხვდება, ანუ დებატები იმასთან დაკავშირებით რომ იყოს თუ არა დებატები, მივიდეთ თუ არა უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა დებატებში, რომელიც არის განათლების სპეციალისტი. ამავე დროს პოლიტიკოსს არის შეიძლება ითქვას, ხო, ხარ პოლიტიკური პარტიის წევრი და ერთ-ერთი აქტიური ის არის. აქციების მონაწილე და შეიძლება თანაორგანიზატორიც არის, ხა ზუსტად იმას ვერ ჩამოვთვლი. ჩემი აზრით, აბსოლუტურად ნული მნიშვნელობა აქვს, მიიღებს თუ არ მიიღებს, იმიტომ რომ ეს დებატები არის როგორც ყველამ ვიცით, ლეგვის ფოთოლი, რომელსაც ჩაატარებენ, ეს იქნებიან და მე ამას არაფერი არ მოყვება, იმიტომ რომ რაც არ უნდა იქ ამათონ გადაწყვეტილებები წინასწარ არის მიღებული. იმ კაცმაც იყო თქვა რატო იღებს მონაწილეობას, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი რაღაცა პატარა სადაც დავინახავ, მით უმეტეს თუ იქნება ეს პროსამთავრობო არხზე, იქ მირჩევნია რომ გამოვიდა იქნება რაღაცას მიწვდა, სულად გასაგებად ეწერა ყველაფერი. მე სხვები იყვნენ რომ აბა იაგოს რატო ვერ ჩოდით, ეხა ამას რატო არ უნდა ვერ ჩოდეთ, ჩემი აზრით ან იაგოს რატო ვერ ჩოდნენ არ ვიცი მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რავი აქვს აქეთ არის კიდე რომ არიან პოლიტიკოსები ოპოზიციონერები, რომლებიც ზუსტად იციან რომ აქამდე რასაც აკეთებენ, ან არ მუშაობს, ან არასაკმარისია, ან რაღაცა იქნება რაღაც სხვა რაღაცა ვცადოთ. ოკეი, ანუ მაგრამ მეორე მხარეს არის აბსოლუტური რადიკალიზმი, რომ არც მონაწილეობას მიიღებ, არც დებატში შეხვალ, არც დაელაპარაკები, აბა რისთვის ახარ
დავიღალე ჯიმი, არა, მაგაზე პასუხი. ვინ არ დაიღალა, ნიკო, ყველა დაიღალა, მაგრამ აქ ეგ არის რა მნიშვნელოვანი, ეს სიკოს არგუმენტები რა საკვირველია წონადია, მაგრამ ის მეორე მხრის არგუმენტები, ვინც ეკამათება, რომ არ ღირს მისვლა, ხო? იმის არგუმენტებიც წონადია, ხო? აი როგორი რაღაცა არის. რისთვის უნდა რამ უკბინა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას, როდესაც დებატების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ხო არ არის მართლა ისეთი, რომ აი კამათში ჭეშმარიტება დაიბადება, ხო? ხო, ეს ინტერესი ხო არ არის მისთვის მთავარი და გადამწყვეტი, ხო? ცდილობს თავისი სტატუსის გამტკიცებას, ნორმალიზების ჩვენებას. იცი რა არის ყველა პრობლემას გაუმკლავდა ასე თუ ისე, ხო? ყველა პრობლემას გაუმკლავდა პროტესტი ასე თუ ისე. ეს პროტესტი, რომელიც გრძელდება, ხო? ეს არ არის, მოკლედ, არ აქვს ის პოტენციალი, რომ რაღაცნაირად სტატუს კვო შეცვალოს. მოკლევადაში. ახლა კაცმა არ იცის, აი რაღაც ქვას რო ახურებ, ხო, რაღაც დონემდე ეს მიდის ეს სითბოს გადაცემა და მერე თითქოს აღარ იცვლება ამ ქვის ტემპერატურა და შინაგანი სტრუქტურის რღვევას ხმარდება ეს ენერგია, რაც გადაეცემა. გვინახავს ხო ცეცხლში როდებს ქვა და თითქოს არაფერი და ბახ უცბად გასკდება და აიფშნება. ესეთი ტიპის ის არ არის ახლა ეს პროცესი რაც არის, ხო, პროტესტი გრძელდება და ხელისუფლების ხო, არ ვიცი, თვალსაჩინო არ არის. შეიძლება მიდის რაღაც პროცესები ხელისუფლებაში, რასაც ესე თვალსაჩინოდ ვერ ვამჩნევ ჩვენ, მაგრამ ხო, თვითონ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ხო, რომ აი რაღაცნაირად გაუმკლავდა, აი მიმდინარე ყველა პრობლემას იქ ეს ჩაახშო, იქ ის არის რაოდენობა მოიკლო, სიმძაფრე მოიკლო, ხო, და ახლა ჭირდება ნორმალიზება რაღაცნაირად, რომ ხო, აი შემეგუეთ, არა ვარ ისეთი მონსტრი, რომ ვერ დამელაპარაკოთ, შიგნით გარეთ და აი ეს ინტერესი შეიძლება გქონდეს. ეს არის აი დებატების შესახებ დებატების მეორე არგუმენტი. ანუ გარეთ ფრონტში შიგნით არა ვარ ეგეთი მონსტრი, ობნები პარტიის წარმომადგენელს ხომ ხმაროსაც ხანიჭერ ხან გამოუშვებ, ხან დაიჭერ და მე ეს ეხა რო კიდე დაგიჭერ ხუდი არ გეხმარ. არა, ნუ იყენებს ამ იმისა, აქაც შიგნითაც იყენებს ამ იმის მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას იყენებს. იქნება ცოტა მეტი თაფლაკვერი გამოიტანონ, აღარ შემილია ეს მათრახების ესე მოკლედ ცდილობს რა თაფლაკვერი ეგ არის უგემური თაფლაკვერი, გამხმარი კორჟიკი, რომელიც ეგდო ნაგავში დიდი ხნის განმავლობაში, რომ ნახე დებატები დაიწყო, რა დებატები დაიწყო, ჯერ ერთი ხა წინაზე ხო იყო შენ ნახე მე არ მინახავს, მაგრამ არანაირი ხალხზე არ უნახავს მაინდა-მაინც, არც დებატები არ იყო, სანახაობაც კი არ იყო მაინდა-მაინც, ერთი რაც თაფლაკვერი იყო, რომ 5%-ით კვერცხი გაიაფთაო, რომელიც ოკეი, ანუ ყველაფრის გაიაფება, მიხარა რამდენი ხანი გაიაფთება კვერცხი 5%. ხო, მოკლედ ეს არის რა, არის აქ სადებატო აქეთ მხარესაც, იქით მხარეს არ ვიცი. ხო, ხელისუფლებას არავის ჯერა რომ სიტყვაზე აი ეს დებატებში იწვევს ოპოზიციას და ამ საზოგადოების ნაწილს იმისთვის რომ რაღაცნაირად ან სიტყვაზე გაიზიაროს ხვის პოზიცია, ან რაღაც საზოგადოებას რაღაც დამოუკიდებულება შეეცვალოს და მე აი ის გაითვალისწინოს საზოგადოების განწყობა, ამის არანაირ ნიშანს არ ავლენს თუნდაც დღევანდელი გადაწყვეტილებებით, რომ სამედიცინო იმას უნივერსიტეტს გადაუწყვიტა რა ფაკულტეტები დაუტოვოს, სოხუმის უნივერსიტეტს გადაუწყვიტა რა დაუტოვოს, ილიას რა დაუტოვოს, ის ძალიან მაზალო იყო ეს ტექნიკა აი ყველგან უყურე როგორ რაღაც ეტაპზე და აი ამ ტიპის იდეოლოგიზირებულ და რაღაც ესეთ იმებში სისტემებში არის რაღაც ეტაპის მერე ადამიანი კი არ გელაპარაკება იმიდან სისტემიდან, ამედ იდეოლოგია გელაპარაკება. აი ეს გადაწყვეტილება თითქოს ერთი შეხედვით ნორმალური გადაწყვეტილება რომ პროტესტს წააწყდნენ და უკან დაიხიეს რომ არ ერთდება ტექნიკური უნივერსიტეტი და თესო. მე როგორ ახსნა, როგორ ისა თქვა რომ მაინცო გაგრძელდებაო და დაუტოვებთო იმ ფაკულტეტებსო რომლებიცო 90-იან წლებამდე მოკლედ იმ ფაკულტეტებს ჩავხსნითო რომლებიც 90-იან წლებში დაიმატესო. უყურე ანუ მაინც ისე ნეგატიურ ამბავში რომ აი 90-იან წლები განუკითხაობის და ქაოსის დროს და იმას ხო რაღაცნაირად ხო უნდა დაასაბუთო რომ აი ეს ფაკულტეტი რო არის იმის რა მე რა 90-იან წლებში არ შეიძლებოდა რამე კარგი იდეა დაბადებული იყო ან რაღაც კარგი ფაკულტეტი შექმნილი იყო აპრიორი ხო არ ნიშნავს რომ 90-იან წლებში რაც გაკეთდა ცუდი არის ხო რომელიც აქვს კაი ფაკულტეტები ხო არა და ანუ ზოგი არის რა შეიძლება ზოგი არის კარგი არის ბევრი იმაზეა დამოკიდებული რომ ამას ხაზი გაესვა იმის გამო რომ აი 90-იან წლებში არის და მოკლედ ხო ანუ ესე იგი დებატებისთვის ამზადებს საზოგადოებას, დებატებში იწვევ ოპონენტებს და პარალელურად იღებ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ ამ დებატებს აზრს უკარგა, ხო? ესეთი ამბავია. ამზადებ, ანუ არის რომ კარგი იქ ვიღაცა იჯდება
მე ხო ამბობენ რომ მე დებატებს მოაწყობენ დაუწყდებიან ნეიტრალურ საქართველოს და ევროკავშირი ისინი თქვენ ძალიან ცუდია რომ ესენი ცოტა უფრო ისე გამოჩნდნენ რომ ეხა ეგეთი ცუდიც არ არის ილაპარაკონ ისე ხო ისე რა არის ამ იმას რომ ეს იდეოლოგიით რო გელაპარაკება და ადამიანი აღარ გელაპარაკება და არგუმენტი აი ყველაფრისთვის ფორმულა რო აქვს ხო ისა როგორ ახსნეს ის კი არა თქვენს რომ ეს ფაკულტეტები 90-იან წლებში რაც დაიმატეს ის გაუქმდება და ესე უხეშად კი არის აქაც ორველის ენა ის მილევად რეჟიმში გადავლენ. ნეტა იდეოლოგია მაინც. არა, აი ხო, არა, იდეოლოგია, ხო, იდეოლოგია. აი, მიგლებოვსკიდან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა არის, ის ამბობს, რა ქვია მართლა ჩემო. სოფჩაკი, ვოლტერ სოფჩაკი, რომ რაც გინდა თქვიო ნაციონალ სოციალიზმის საშინელებებზეო, ეთოსი მაინც არისო. ანუ ანარქისტებთან შედარებით ამბობს. იგი ოს ფიქრობ ხოლმე გინდა კომუნისტებზე და გინდა ვიღაცებზე, რომ რაც იდეოლოგია მაინც აქვს და მაგის მიხედვით მოქმედებენ. არ როცა არის ხოლმე რომ ველური ნეოლიბერალიზმი კი ბატონო რაღაცა წითელი კომუნიზმი, მაგრამ იმის უკან მაინც დგას ვიღაც ტიპი, რომელიც რაღაცა მაინც საბოლოო ჯამში კარგი უნდა რომ იყოს და შეიძლება ძალიან არასწორი იყოს, მაგრამ რაღაცა ხედვა. კი, ნარატივია. აქ არანაირი იდეოლოგია არ არის გარდა იმისა, რომ ეხა ესე გადაწყვეტ. კიდევ ერთხელ ყოველჯერზე ვამბობ, მაგრამ გავიმეორებ, ამათი იდეოლოგია არის, რომ ვიღაცამ უთხრა deep state-დან შაუბნელი არ ვიცი რა ლოჟა არის, რომელიც მაგათ ეუბნება რა უნდა გააკეთო, რომ ეხა ამებს ისამთ. ანუ ვინ მოიფიქრა განათლების რეფორმა, იმან განათლების მინისტრმა? ის აქვს ჩამოწერილი ტრაქტატი განათლების განვითარებას როგორ ხედავს, რა მომენტში მოასწრო. ნიუტონია ეს სინათლისის. ხო, ნიკო, თავისი იდეა იყო? არა. ირაკლი ყობახიძე სადეცალა მაინც განათლების მარტო შენობებზე ფიქრობენ. და იმაზე რომ მე აი თუ ძალიან გაბრაზდნენ ჩვენი ხალხი, ისინი მე მივიდნენ და შეიძლება ბიზნესთან მიტანს რომ ესეც არ შეიძლება ბატონო ბიზნესა თქვენკენ ვიყავით, მაგრამ ეხა ამ ფაკულტეტზე აქ ვასწავლე 1973 წლიდან და ეხა უნდა ჩახსნან ეს ყველაფერი და ისინი აი იმას ჩავხსნეთ, ეხა იმას აღარ ასწავლით. 90 წლამდე რაც იყო. რითი იღებენ ხოლმე ამებს? რაღაცა ესეთი განცხადებებია რომ რამშობა 90 წლის მერე დაიმატეს თუ მანამდე შეიძლება მანამდე იყო და არასწავლიან კარგად. ვიღაცამ ხომ შეხედოს რომ იქნება რაღაცა კაი ფაკულტეტია და არქიტექტურა როდის დაიმატა გპმ? არქიტექტურა ქონდა გპმ. იმიტომ რომ ეს როგორ არ ქონდა? ანუ ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის ფარგლებში აკადემიასაც ქონდა, ხო? აკადემიას აქვს ახლა და კაიხანია ქონდა და ორივეს ძალიან ისეთი უნდა იყოს სამსუეთან ორივე ხალხი არის რა ნიკო თან მით უმეტეს რომ ახლა ვიღაცის იმას მომხდა თვალში, მე მგონი სიკოსი იყო საერთოდ თუ რაღაცა რომ თბილისის უნივერსიტეტები თბილისს ხო არ ემსახურებენ მთელი საქართველოში. ო, რასაკვირველია. და თან როგორც წინა ხელისუფლების დროს, ანუ ნაციონალური მოძრაობის დროს პარლამენტის გადატანა მაჩვენა ქუთაისში, ერთი შენობის სადღაცა გადატანა არანაირად საკმარისი არ არის, იქ არის მთელი ინფრასტრუქტურა. იმას რატო უჭერს ქუთაისში ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ეხა არ ვიცი ბოლო 2 წელი აღამსმენია, მაგრამ მანამდე ძალიან ძაქებდნენ. ანუ ამბობდნენ რომ თქვა რაღაც კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლის ამბავში ლექტორებიც კარგია სწავლობ, არ ვიცი. ჩერეს ვიცი როგორც ამბობენ. მაგრამ მოუხერხებელია მაინც, იმიტომ რომ აი ესეთ ადგილას არის, სადაც თქვა ბოლომდე მოწყობილი არ არის სტუდენტური ცხოვრება რაღაცა. ხო, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, ან მეტნაკლებად ბევრი იყოს, მაგრამ რთული ამბავი არის, რომ სიცოცხლე შტაბერო. უბრალოდ ესი არ არის. აი განათლების კერებს მართლა იმასავით, აი მექანიკურად, ხო, აი იმ ჰომუნკულუსები და ვერ შეაერთებ ესე და სიცოცხლეს, ხო, რაღაც სხვა ქიმია არის. საჭიროა ვერ დაგეკითხა. რის გამოც მთელი აი საბჭოთა კავშირის ძირითადი პრობლემა რაც იყო ეკონომიკასთან დაკავშირებით და სხვაგანაც იყო, რომ ჩან მაშინ გაცილებით უფრო სხვა სამყარო იყო, რომ ზევიდან ეს არ არის რა, ცივილიზაციას არ თამაშობ თუ Cities Skylines ორს თუ რაღაცა რაც არის. აი რომ იმდენი პატარა ფაქტორია, ადამიანური ფაქტორია. ხშირ შემთხვევაში იგივე უნივერსიტეტს ასწავლებელს რომ მოუბრუნდე, ვიღაც ტიპი არის, რომელსაც თავი აქვს გადადებული და დაждდა და მაგის პირადი იმის ხარჯზე რაღაცები გააკეთა და ეხა არის კარგი. არის მეორე, რომელიც იდეაში შეიძლება შენ სასწავლებელს შეეფერება, მაგრამ აი რაღაცა უნიათოის არის. არ გამოვიდა კარგი რა. რაღაც არის ინსტიტუციურად თქვათ თესეუში არის ზოგის რომელიც 60-იან წლებში 70-იანებში ნათობებს ყრიდა და აკაკი შანიძე და რაღაც ყველაფერი მე შეიძლება ეხა აღარ იყოს შეძლიერი, იმიტომ რომ რაღაც თაობების ცვლად როზე არ მოხდა, იმიტომ რომ მაგასაც ხო აქვს მნიშვნელობა, რომ არიან ტიპები, რომლებიც 20 წლის წინ ძალიან მაგრები იყვნენ და ეხა თუ არს მიეცი საშუალება, რომ შენივე გაზრდილი ვიღაც ტიპი მოვიდეს და ცოტა წინ წაწიოს, პება იქავრობა და რა ქვია იმას რომ აღარ განვითარდება და წინ რო აღარ მიდის, ხო? ეხა ძალიან ცუდი შედარება უნდა მოვიტანო, მაგრამ მსგავსი არის რომ თქვა რუსთაველის თეატრში.
გრობიკოს ტურუას დამსახურებას, ღვაწლს და ნიჭს და იმას, რომ რამდენი რაღაცა აქვს გაკეთებული, ვინახე, რა სისულელია. ხან დღეს ხო არ არის რუსთაველის თეატრი წამყვანი ძალა და ან რაღაც ახალი რაღაცა ისეთი არ ხდება, იმიტომ რომ რაღაც დროს უნდა გაიწიო და შენიანი გამოუშვა, რომ აი ჩემი გაზრდილია და ეხა ეს გააგრძელებს და იქაც ეგრე არის ხა როცა რაღაცა ასაკის ვარ აღარ მაქვს ისე 20 წელია რომ ვასწავლე შეიძლება ახალი წიგნი ისი აღარ ვნახე იმდენი ენერგია აღარ მაქვს და ვიღაცა ტიპი დავინახე და რამდენი ეგეთი მაგალითი ყოფილა საქართველოშიც რომ ტიპმა აკეთა და ილია ჭაჭუაც ერთ-ერთი ტოპ ფარაზა რაც არის რაც თქვა რომ ძველებმა კალამი უნდა გადავდოთ და ვაჟას გზა დაუთმოთ ვინ უთმობს ვინს გზას დღეს ხო ეხლა ცოტა იმაზეც მეწყობდა რომ ილია იმდენ სხვა რაღაც საკეთებდა რომ კაი ამას აღარ ვიზამ ამას მიხედავენ სხვა რაღაცებს ვიზამ პონტი იყო რაც კიდევ ერთხელ მის სიდიადეზე მიუთითებს მაგრამ თუნდაც რომ თქვა ეგა სხვა ხო არ იტყოდა რომ მეც ვიქნები და ესეც იყოს მაგრამ ხო კიდე იგივე არის რომ გპშიც არის და თესეუშიც არის და ყველგან არის როცა აი ახლა ჩვენა ვართ აქ სულ ჩვენ უნდა ვიყოთ სანამ არ გაგვასვენებენ აქედან ჩვენ აქ ვიქნებით და ამ დროს ქვევით ვერტიკალურად სტუდენტები რო ზარალდებიან, მაგაზე მაინდა-მაინც ზარალდებიან. აქ ორველის ხო, ნიკო, ორველის ენა ვახსენეთ და შენ რუსთაველის თეატრი ბათუმში სპექტაკლი რომ ისაკნეს აკრძალეს, იქაც ორველის, რა ვიცი, საუკეთესო ტრადიციებში, ესე იგი აპირებდა რეჟისორი და ეს დასი სუბიექტური პოლიტიკური ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ აპირებდნენ სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას. თქვი რა რას აპირებდნენ, რაღაც განცხადების გაკეთებას, თვითონ სპექტაკლში იყო ჩადებული რაღაცა თეატრი ცოცხლ თეატრში რატომ იდის ადამიანი? მარტო ის ხო არა ეს რაღაც კომედია იყოს, გაიცინოს რაღაც ის. იქ არის რაღაც სიცოცხლე უნდა ტრიალებდეს, ხო რაღაც პროტესტი უნდა იყოს, რაღაცნაირ თეატრი ეხმიანებოდეს მიმდინარე მოვლენებს, ხოვრებას და იმას. ახლა თეატრში ვიღაცა სიმართლეს იტყვის ან რაღაც სიმართლე რა არის? სიმართლე ხო არ არის? საერთოდ საყოველთაოდ შეთანხმებულიაო, ხო ჭეშმარიტება არისო, ხო არა? რაც გონია ადამიანს, ხელოვანს, ხო გამოხატავს თავის პოზიციას, ამის გამო სპექტაკლი დახურო, დაკეტო, აკრძალო, რავი და დაარქვა ამას. სუბიექტური პოლიტიკური ობიექტური პოლიტიკური აქტი რა ხო ნიკო რო გადავიდეთ ხო ისა არა მაგაზე თვითონ თქვა თეატრებზე კატამარანიზაცია ხო თქვი კატამარანიზაცია მაშინ ჯერ შენ თქვი არა 1-5 წუთი რანთი მაქვს კიდე უნდა ხო რიზიას თქვა მინდა რომ ახლა შენ წინა გადაცემაში ამბობდი რომ საითაც აიღებს ეს როგორ თამადა კაცს ბატონ ლადოს იქით გააправებს და იქით იტყვის ახლა როგორ გაამართლებდა შენ როგორ ფიქრობ როგორ გააправები და არ შეერთებას ხო ამბობდა რომ ორი ლაინერი არის რომელიც სოდნის ოკეანეში მიწურავს და რო შეერთდებიან ეს იქნება კატამარანი რო გააპოვს და ისე ლამაზად ვერ ვიტყვი როგორც ბატონი ლადო იტყოდა მაგრამ ვთქვათ რომ ვიყო გამправებელი ეს რომ ჩვენ დავინახეთ გემი რომელიც იძირებოდა გვინდოდა გვერდზე მიგვერთებინა მაგრამ არა ბოლო მომენტში მაინც სადაც რო ხო არ დავგმანოთ და ახლა ეს ლაინერი ისევ მილივლივებს ცირან მე ვფიქრობ რომ შეადარებდა წყალზე მოთხილამურეს რომელიც ესე იგი ხანდახან ხო ხანდახან ცალი ფეხით როცა დგები უფრო მეტი სიჩქარით მიდიხარ და უფრო შთამბეჭდავი არის შენ მაგას არის ამიტომ რომ ცალფეხზე დადგომა ტაბუ არის ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში სულ რომ არა არანაირად არა ცუდი ის აქვს ასოციაციები ანუ სადღაცა რო ის იყოს დარწმუნებული რომ ბატონი ლადო არ უთანხმებს თავის მესიჯებს არავის მაგრამ არის ხალხი ვინც უთანხმებს იქა და იქ WhatsApp-ის საერთოდ ჩეტში თუ სიგნალებს იყენებენ იქ სწორედ ის იქნება არა რამდენი თეატრზე რამდენი ვილაპარაკოთ სხვა თემებიც აქვს ისი რა უნდა თქვა ფილამურებიდან გადავიდეთ ზამთრის ოლიმპიადას არის ხო ზამთრის ოლიმპიადა ზამთრის და რაღაც ქართველებიც ვართ ნიკო მოულოდნელად აქ ჩვენ ახლა თუ რამე იცი თქვი არა თუ რამე რა ეს ძალიან მქონდა ტელევიზორში ჩართული რომ ხოლმე რომ თავდა რაც არის ფიგურული სრიალი ხო ფიგურული ციგურაობა თუ რამე კარგავ ქენეთ მანდა ნუ მე 4 ადგილში ქორი შენ ხო ხარ მე ვნახე რომ მიშა სააკაშვილს ეწერა რომ ეგ რუსები არის რანაირად აღწდა შენ ბაბლში როგორ ვერ შემოაღწი ამ ნებებმა არ ვიცი ანუ ეგ ვნახე მარტო ვიღაც ქონდა გაზიარებული მოკლედ გუნდურში რაც ძალიან რთული არის იმიტომ რომ იქ არის წყვილები ქალები ცალკე კაცები ცალკე და მე ეს ყველაფერი ჯამდება და რაღაცნაირად მე
ხუთეულში შევედით და მე ფინალურ იმაში მეოთხე ადგილზე გავედით. და რაღაც პატარა იღბლის ამბავიც იყო იმ მეგაძეს უკეთესად. ქორი შენგელა ხროეს შენ არ უყურებდი მაგე? გუნდურებს უყურებ. ხო, გუნდურებში ცოტა უკეთესად რო ესრიალა ამ იმას ნიკას ბოლოს, ხო? რაღაც შეიძლება მესამეც ხო, ნუ მე ოლიმპიადაზე ამ ფიგურულ სრიალში, ნუ ეს მესამე. აქ ნიკო ის გამოიწვია უკმაყოფილება და უკმაყოფილება დებატები და კამათი იმან რომ დიდი არის წილი ჩვენს ნაკრებში ისა ეთნიკური რუსების, რუსეთის ყოფილი მოქალაქეების ან რუსეთთან როგორც სპორტსმენებში, ასევე ის ეთერი თუთბერიძე ახლა ქართული სახელი და გვარის მატარებელია, მაგრამ ესეთი ცენტრალური ფიგურა არის იმის. ხო, ყველგან ეგრეა. ფიგურულ სრიალში მაგალითად ამერიკის წარმომადგენელი რომელიც ლიდერი არის ბიჩი, ასევე ის ილია მალინინი. ნუ ტიპი არის იმას, რომელიღაც იმან ისა ესპანურმა სპორტულმა არხმა თუ რაღაცა ესეთი ეწერა ესეთ სათაურით. Lord of North ეგეთი ის. და მართლაც რო უყურებ, ფიქრობ რომ ამასთან ერთად რა კონჩი უნდა ვისრიალო, ან რა უნდა გავაკეთო, ეგეთია რა. ეგ რა არის? ამ ერთეულებში რო იყო ის ფრანგების, იაპონელებიც, საფრანგეთის სახელით რო გამოდის, არ ვიცი ფრანგია თუ არა ის ჩინელია მგონი თუ ამ ჩვენი ნიკა ეგაძის წინ იმან ისრიალო. ისიც ნუ რა ვიცი ეგეთი ის არის. ეგეც ეთერის გაზრდილია. მე მახსოვს წინა ოლიმპიადაზე ძირითადად ლაპარაკი იყო. ეთერის შვილიც არის აქ წყვილებში ეთერის. თავის შვილს როგორ ექცეოდა, როგორც ალბათ როგორც თავის ხო, ძალიან ეგეთი ხისტი და ის არის და მე როგორც ვიცი, ნახე და ვიცი რომ ალბათ საჭიროა რომ მან რაღაცას მიაღწიო, მაგრამ რაც იქ უნახე რომ ეს რომ გადაიმტრევდა 12 წლის გოგოებს. ხო, სავარაუდოდ ეგოებს და მოისურვა. თელი ცხოვრება რო თერაპია. ფიზიკურად ცემ. ფიზიკურად კიდე რა უჭირს ფიტკივი გაგივა მენტალურად რო ხარ გატეხილი 12 წელს მაგას მე ვერაფერს აღარ უშვები ხოლმე ის შეგიხორცდება მოტეხილი ხელი და ხო წინა ზაფხვის ოლიმპიადაზე მაგის ერთ-ერთი პატარა გოგო იყო 14-15 წლის ვალიევა რომელიც დოპინგ სკანდალში გაერქვა და რომელიც პირველ ადგილზე უნდა გასულიყო და მეოთხეზე გავიდა ვერ ისრიალა სტრესის და იმის ხო და ის ნუ ახლა ამ იმაში უახლოეს წარსულში უამრავი ის არის მოკლედ ეს ზამთრის სახეობები ხო მაინც ეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა სპორტის სახეობას იყენებს პროპაგანდისთვის და ამ თავისი ამ პოლიტიკაში და საერთაშორისო ურთიერთობებში შაბნელი საქმების გასათეთრებლად ხო რაღაც იმისთვის ხო და ნუ განსაკუთრებით ეს ზამთრის სპორტის სახეობები ჰოკეი ეს თხილამურები ის ციგურები, თხილამურები, ბიატლონი, რა ვიცი, იგები და ხო, ყველაფერს იმაშუა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და უამრავი ფოტო იძებნება ამ ეთერის პუტინთან და ხო. ანუ იცი და ის ათლეტი ჩამოწერეს იმის გამო. კი. შლემზე ქონდა დაუყული სპორტსმენების, მათ შორის ამ აი წინა ოლიმპიადის მონაწილის ის რომ დისკვალიფიკაცია მიცეს ამას ხო. ხო და კამათი უარი თქვა სხვა ხო ამ იმაში ფიგურულ სრიალში ახლა ესეთი დიდი ის არა ვარ მე მწოდნე და ისა რავი ჯერჯერობით კარგად არა ნუ ეს დილეტანტის დონეზე მაგი აქსელი რამდენი არის ყველაზე მეტი აქსელი ვაიმე ამ ტიპმა დაიწყო 4-4-ებს აკეთებს და 5-ებით შეუძლიაო ბიჭო ამის და ახლა მაგისტრის გამოკვლევები დავიწყე რა ეს რა არის და ერთ-ერთ თუთფერდესთან გოგოები ვინც იყვნენ ეგენიჩვებია 4 მაგ რაც ქალებში ძალიან შვიათია და მაგაზე მეც მაქვს აკითხული რომ რაღაც პატარა ასაკში უნდა აიყვანო რომ რაღაც ხერხემალს რაღაც ბრუნა შეუძლია და იმის და რაღაცა და აი ის რო იყვნენ ადრე რა ქვია კომპრაჩიტიკოსები რო ამახინჯებდნენ და რაღაც ეგეთებს უკეთებენ ახლა რო უყურებ რო სრიალებენ ესეთი ლამაზები არიან და ძალიან ესეთი თვალს სიამოვნებს რო უყურებ მაგრამ ახლა უკან რადგას იმათი უკან აი როგორც ეგ არის ეს ცხენოსნობას ხო რო ხტებიან იმას ეკვავენ რაღაცები და მოგწონს მაგრამ იქ მე რო გიხსნიან რომ ეს ესეთი რო გახდეს ეს უნდა უკანა ეს ლაგამი ამას უშვება იმას ისა რაღაც მე აღარ მოგწონს ეს ყველაფერი ხო ან ცირკში რომ მიყავ და რა დახტიან ხა მე რომ მაგის მე არ სხვა დროს ტელევიზორში ჩართული რო იყო უყურებდი იმიტომ რომ საყურებლად თან მithumetes თუ კომენტატორის ხმა ისმის ცოტა მესმის რა ხდება კი არა ჩემი კარგადაც უც ვერ ვარჩევ ხოლმე მაგრამ ნუ კომენტატორი გეცნო ხა ნახე რა გააკეთა ხა იმას იზამ ვერთვები მაგრამ წინა ჩემპიონატს მე მაგ აი ეთერის ამბები რომ მახსოვს რომ უყურებს სულ რაღაცა არა მეთქი შვილო და თან თქვათ ხა შვილოს ასაკისაც არ არიან მაგრამ რაღაც წარმოვიდგენ ხოლმე რომ უბედურებთან ხო ესეთი უნდა იყოს რომ გაღიმებული და ტატარა და სიცოცხლეს უნდა ასხივი ხო და თქვა ამერიკელები თუ გამოდიან ისე რომ ფრი რეინჯ არის იმაში გაზრდილი შეიძლება მე7-ზე გავიდეს მაგრამ სახში რომ მიდის წყნარად ეძინება და ის კოშმარები არ ტანჯავს როგორ ხო და ანუ მოკლედ აი ეს ამ იმას რუსების წილის გამო არის ბევრი უკმაყოფილო რომ ეს მაინც ჩვენი წარმატება არ არის მაგრამ
ახლა რა ვიცი, ამაზე შეიძლება კამათი, ხო? იცი რა მართლა გავს ამ იმას, იმ დონეზე არიან ეს რუსი სპორტსმენები წარმოდგენილი და დაფანტულები და გაშლილები, რომ იფიქრებ, რომ რაღაცა ეს რუსეთის ღია ჩემპიონატი არის და ვიღაც ტიპები გარედან 1-2 ედავება ამათ, მაგრამ ნუ ესე არ არის და არ ვიცი ნიკო, ხო? ახლა ეს იმაში გლობალიზაციის პირობებში სპორტში რაც ხდება, ხო, ესე არ არის მაგალითად ლივერპულში, ხო? გუნდში, რომელსაც დიდი გადამკვდარი გულშემატკივარი არა ვარ რომ მაგიც უნდხავდი, მაგრამ ოჯახის წევრები, ვიღაც ახლობლები გულშემატკივრობენ და პერიოდულად ვადევნენ თვალს, ხო? იქ არათუ ლივერპულელი ბიჭი აღარ თამაშობს, ხო? ინგლისელი შეიძლება არ იყოს და ეს ჩვეულებრივი მისაღები არის, მაინც ივსება ტრიბუნები და იმაშვება. თავარი არის ვისი დროშა აიწევა და ვისი ისა. ანუ ხო სპორტს გააჩნია ხო რომ ნატურალიზებულობა თუ რავი, რაც ქვია ხოლმე ფეხბურთში შეიძლება ბრაზილიელი, ქართველი იყოს, რომელიც ყოლია ან შეიძლება კალათბურთში ამერიკელი ყავდეს ვიღაც, იმიტომ რომ კარგად თამაშობს ან ხო, იცი რა, თან რაღაც გავაწლები და ახლა იქ არავინ დაიწყებს იმის ძებნას, ვინ იყო ეს სადაური ეთნიკური რა იყო, აი და გამოჩნდება საქართველოს დროშა და ახლა სულ რაღაცნაირად ამ პოლიტიკურად ის რაღაც ისტორიულად აიმაზე ჩვენზე პარაზიტირებენ და სისხლწოვენ და გვაშრობენ და რაღაცნაირად ხეირი რომ უკან წამოვიყოთ. ხო, იმიტომ რომ თან ხო ცოდნაც არის, რაღაც გამოცდილებაც არის, მერე სკოლები იქმნება, ხო? ესეთი გამოცდილი და კარგი სპორტსმენები რო არიან, ვიღაც ბავშვები უყურებენ ისინი და რაღაც კარგი ხდება, ხო? იმიტომ რომ თავის დროზე ხო იყო აქ დინამოსაც ყოლია ეს ისინი, არა ქართველი და გარედან მოწვეული. ანუ ეგ არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, მე თავის დროზე პატარა კვლევასავით რო ვატარებდი, ან რაღაც გადაცემასავით მინდა ჩამეწერა, ხო არის რომ კაცი და ქალი თუ ერთნაირად ჭკვიანია, მაშინ რატო არის რომ კაცი მოჭადრაკეები ყოველთვის ჯობნიან თითქმის უმეტეს შემთხვევაში ქალ მოჭადრაკეებს და მე შემდეგი შეკითხვა გამიშთა რომ ჩვენ ქართველებს რა გვაქვს ესეთი გენეტიკაში რომ ქალი მოჭადრაკეები ესეთი საუკეთესო და საამაყო და ამადენი და ესე ყოლია და ძირითადი პასუხი არის ის რომ უბრალოდ კაცები ბევრად მეტი თამაშობენ ჭადრაკს ვიდრე ქალები და ჩვენ შემთხვევაში ალბათ ის იყო რომ ნონა გაფრინდაშვილის წარმატებამ და მისმა სახელმა უბიძგა გაცილებით მეტ გოგონას რომელიც ისე ჭადრაკზე არ მივიდოდა რომ მაია ჩიბურდანიძე იქნებოდა თუ ან ალექსანდრია იქნებოდა თუ დღემდე არიან რა ვიცი ეხა აღარ ვიცი 12-13 წლის რაღაც მაგარი გოგოები რომლებიც იგებენ მაგრამ რეალურად იმიტომ მოდის რომ ნონა იყო თავიდან და მე იყო ზანგაი მაგალითი სხვებისთვის და თუ ისიც ხა მე ინტერვიუდან და ფილმიდან მახსოვს რომ ნონა გაფრინდაშვილი შემთხვევით მოხვდა საერთოდ ჭადრაკზეც მაიკო მაგისი მიყვანილი და ბარემ მეც მოვედიოდა ანუ აღმოჩნდა რომ თავისუფლად შეიძლება რომ იმ დღეს იქ არ ყოფილიყო და მე არ გვეყოლებოდა მთელი პლეიადა ქალების რომლებიც დღემდე მოყვება რომლებიც მაგას აკეთებენ ასე რომ იმის თქვა მინდოდა რომ ხა მან დეტალებში ვარ წავიდეთ ნებისმიერ პატარა ოქროს მედალზე წარმატებას მნიშვნელობა აქვს კი მაგალითია და გადამდებია ეს ჭიდაობებში და იმაში როცა გორი დომინირებს ხოლმე ჩვენთან ის კი არ არის აუცილებლად რომ გენეტიკურად იქ ვიღაცა უფრო მიდრეკილია არამედ არის რომ სკოლა არის და ინსტიტუციურად და ერთი ვიღაც ტიპი რო ყავს რომელმაც უკვე წარმატებას მიაღწია და გეუბნება რომ მოდი ახლა შენ შულს ვასწავლე შენ შული მიყავს იქ უფრო და მე 10 კაციდან 3-ს თუ იპოვი ზუსტად იცი რა არის აქ ჩვენთან არ ვიცი ეს შეიძლება თვლიან მაგრამ ნუ ესე არ შემხედრია მაგრამ აი ეს სადაც ეს სპორტი რომელი სახეობაც სადაც არის გათვლილი იქ რამხელა ყურადღებას აქცევენ ამ იმას ჩართულობას ხო აი ზუსტად იციან საფრანგეთში რამდენიად ბავშვი რამდენი პროფესიონალი მორაგბი არის ინგლისში სიტყვაზე აი 2 მილიონი რაღაც ის არის აი მოკლედ ვისაც ამ ოვალური ბურთს და არბენინებს და რაღაც ხო რაც უფრო დიდია ეს რიცხვი ბუნებრივი არის რომ უფრო მძაფრი კონკურენცია არის და უფრო მეტი არჩევანი გაქვს და უფრო მაგარსი არის ერთ-ერთი რაც არ ამართლებს ეგ არის ამერიკაში ფეხბურთის ხო იმიტომ რომ ყველა ბავშვი თითქმის ფეხბურთს თამაშობს იქა და ხა ნაკრები კი ოღონდ არა ამერიკულ ფეხბურთს აი მას სოკერს თამაშობენ ანუ ბავშვები სოკერზე დაყავთ გოგოები ან ბიჭებიანად და ეხა კი გადიახალმა სოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ნუ ეხა აშშ პირველ რანგში არ მოიაზრება. მაინც მე ვფიქრობ რომ რაღაცნაირად ხო ნაკრები ყოველთვის კარგი ყავთ ხოლმე ისე. ის არა კარგი ან შეეძლოთ რომ არა, ნუ ის არა ყავთ ესპანეთი და რაღაც ბრაზილია, მაგრამ ნუ ნორმალური ისა ყავთ. მე ვფიქრობ მაინც არ ეკიდებიან სერიოზულად და რაღაცნაირად თავისად არწმუნდიან თორე. აი რაც მიიღეს ჭიდაობა არის რაღაც ფეშა არ უნდა იყოს ხო რაღაცნაირად მაგრამ იმის გამო რომ უნივერსიტეტებში არის ეს ჭიდაობა ხო რესლინგი რაღაცნაირად აი სულ ყავთ მაგარი მოჭიდავეები ხო წესით ხა ჰოლანდია დონე ქვეყანა დონე გულისხმობ რაოდენობრივად და ზომით
ამერიკის შეერთებული შტატები უნდა უგებდეს, ინდოეთი უნდა უგებდეს და ჩინეთი უნდა უგებდეს, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია და იქიდან მეტი ვიღაცა უნდა ამოირჩეს, მაგრამ ეგრე არ არის. ის თავიდან რასაც ვამბობდი იმას, რომ ეს ხელოვნურად ვერ იზამ მაგას. რაღაც თავისითაც უნდა იყოს. შეიძლება ხელი შეაშველო, მაგრამ ესე ყველაფერს ვერ დაგეგმავ და მე არ გამოვა. ამ ჭადრაგზეც მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი ეს შეიძლება ის არის, მაგრამ მე მგონი მითი არის, რომ რაღაცნაირად სიჩქვიანესთან არის ეს ჭადრაკი დაკავშირებული მაინც და მაინც რომ ინტელექტთან და იმას. სულ მომყავს მაგალითად ისა. აი ნაპოლეონი არ იყო კარგი მოჭადრაკე. ვერავინ დასწამებს რომ ეს იყო. არა. ხო, არ იყო კარგი მოჭადრაკე. მაგრამ იცი რა, სიჩქვიანი არის ძალიან ესეთი ზოგადი ის არის. იცი რა არის? უყურე მე ვფიქრობ იმისმა გამო რომ სამაგიდო თამაში არის, მაინც აფიქრებელი თამაში არის, გათვლებია რამოდენიმე კომბინაცია, მეხსიერება გჭირდება და რაღაცა. ამას თამაშობდნენ, რა ვიცი, მათემატიკოსები, რაღაც მეცნიერები. უყურე, ესეც უნდა იყოს ფიქრი შენი ის უნდა იყოს, ხელობა, ფიქრი, თანხლები უნდა იყოს, დროც უნდა კონდეს, მაგიდასთანაც უნდა იჯდე და რაღაცა და აი იქიდან წამოვიდა რომ ეს არის მაინც და მაინც პროფესორის, მათემატიკოსის, ფიზიკოსის და ეგეთი ტიპის თამაში. მაგრამ ახლა სოფლიო ჩემპიონები ვარ, როგორ თამაშობ, იცი მე უყურებ ხალხში. თვალებზე ახვეული აქვს და მთელ პარტიას ეგრე თამაშობენ, აი 4B. არა, ეგ ხო ზეპირად. წარმოიდგინე ახლა ეგეთი მახსოვრო ეგრე რო გაქვს. ხო. მარტო მახსოვრობაც ხო არ მე მარტო სულები ვიცი და დანარჩენი ლიტერატურიდან და ინტერვიუებიდან მინახავს, მაგრამ არის ტიპები ხედა სხვანაირად უყურებენ მაგ ყველაფერს, ანუ ჩვენნაირად რაღაც სპეციფიკური უნარები არის. აი ხო არის არა ისა ჭადრაკში არის ძალიან ეს პატარა ასაკში შეიძლება მიაღწიო დიდ წარმატებას. გახდე დიდოსტატი, აი 12 წლის, 10 წლის რაღაც ეგეთი ის. ხო და ნუ აი დარჩი მთელი ცხოვრება მოთამაშით და არ იყო. ახლა უყურე იმის გამო რომ მაინც რაღაც სპეციფიკური უნარები არის, მათ შორის არის რომ აი დაიმახსოვრო და დაფასხედავ სურათს იმახსოვრებ არა მარტო ამ მოცემულ პოზიციას, ხო? 1 სვლის მერე, 2 სვლის მერე, 3 სვლის მერე ან რამოდენიმე ვარიანტს იმახსოვრებ, ხო? ეგეთი რაღაცა. შეიძლება რაღაც სხვა იმეებშიც მიაღწიო წარმატება, მაგრამ ესე რომ რაღაცნაირად ვინც კარგი მოჭადრაკეა ის ვიღაცაზე ჩვენ, აი შეიძლება იყოს რა გითხრა რომელიღაც ფიზიკოსი ნობელის პრემიის ლაურეატი და საერთოდ ჭადრაკს ვერ თამაშობდეს, ხო? ან შეიძლება რომელიღაც კაი მოჭადრაკე იყოს, რომელიც სხვა რაღაცას ვერ აკეთებდეს კარგად. ხო, ისა. ხო, რაღაცნაირად ყველაფერში ეგრე, ანუ იცი რა, ზოგს გონია, რომ არის ხოლმე გამოთქვამი, რომელსაც აინშტაინს მიაწერენ, რომელიც შეეხება თქვა ფსიქოლოგიას, სიყვარულს, რაც კაცმა რომ ფიზიკა კარგად იცის, სბილად რომ თქვა. ხო, შეიძლება მათემატიკაში მოეკითხოს ჭკუა, მაგრამ ფსიქოლოგიაში და იმაში ხო, ანუ მედიცინაში ვერ მოეკითხება. კბილი რომ თქვა, მირჩევნებს მეორე კურსელი სტუდენტი იყოს, ვიდრე ფიზიკის ნობელის პრემიის ლაურეატი, იმიტომ რომ იმანის რაღაცა იცი. თან ეს ჭკვიანი, ხო, რაღაცან მოუხელთებელი ის არის, ხო? აი ახლა როგორ უნდა ახსნა ჭკვიანი, აი ახლა რაღაც ხო, რაღაცაშია ჭკვიანი, რაღაცაში პროფესიონალია და რაღაცაში ვერ არის, ხო? ხო, ანუ შეიძლება ტიპი არის რომ რაღაც ძალიან მაგარი ქიმიკოსია, მე მოდის და რაც Coldplay-ზე მელაპარაკება, რა კაი ჯგუფია და რა თქმა უნდა გეხოცები წადი რა ის კლუბებში რაღაცა გადაასხე. იმიტომ რომ ეს სხვა შორის ბევრი ჭკვიანი მეგობარი მყავს და დაკვირვებული ვარ რომ ამ ძალიან ჭკვიანების სცენია ხოლმე რომ მე ვარ რომ ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მათ შორის სცენაც არიციან ძალიან კარგად. იცი რატო გიბიძგებენ, რომ აი არის ხოლმე აი გამოთქვი აზრი, რო ეუბნები რომ ნუ არ ვიცი, რაღაცა იმას გონია არ მკადრულობს რაღაცა და აი არახალ გულწრფელი და გიჩიჩქინებენ და მე გამოჩნდები ეხეჩათ, ხო, რომ რაღაც ისეთ თემაზე გამოგათქმევინებენ აზრს, რაც შენი არ არის და მე გამოდიხარ რომ აი ისა როგორ არის ყველაფერჩიკიო თუ რაღაცა რო არის, ხო და ამ ყველაფერჩიკობისგან უბიძგებენ რა. ერთ-ერთი რაც ჰოლივუდის ის არის ყველგან გეპატიჟებიან და სადღაც გულწრფელად ფიქრობ რომ აი აქ ახლა რაზე მივიდე. ანუ რაც ვიცი ისიც მაინც არ ვიცი. არა, და უარს რო ეუბნებენ, ნუ ტიპებს ის ფიქრობენ რომ აი არ ყადრულობდა რაღაცა, აი ქედმაღლობდა რაღაცა, ხო და თვითონ რესპონდენტსაც რო არჩევა, ამით უნდა შეარჩიო და არ უნდა იძალადო რა ტიპს, რო გეუბნება არ შემიძლია, არ მინდა, ნუ დააჭერწე. ერთ-ერთი პრობლემა ჰოლივუდში როგორც გამოხატავენ ხოლმე გენიოსებს, თქვათ Iron Man-ს ან Sherlock Holmes-ი ჰოლივუდის არ არის, მაგრამ იქ როგორც გამოხატავენ ხოლმე არის რომ აჩვენებენ რომ მაგათ ტვინი სხვანაირად აქვს მოწყობილი, რომელიც შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ნახე ერთ ღამეში ვისწავლე რაღაცა ფიზიკა თუ გერმანული. არ ხდება ეგრე, იმიტომ რომ ერთ ღამეში არის 12 საათი. ერთი არის რომ ნიჭი ხარ, ნიჭი გაქვს, მიდრეკილი ხარ და თქვა აი ფიზიკაში რაღაცას ისეთ რაღაცებს
ჭერო სხვა ვერ იზამს, მაგრამ მაგის პარალელურად უნდა გქონდეს ტომები წაკითხული, უბრალოდ რომ იცოდე რა ხდება. შენთვის გაცილებით ადვილი იქნება, თქვა მათემატიკაში გარკვევა, მე ვერაზროს ვერ გავარკვევ, იმიტომ რომ რიცხვებს რომ ხედავ, თავში დახტის და ცუდად ხდები, მაგრამ ასე მგონია რომ რაღაცა კონცეპტები არასაც სხვაზე მარტივად გავიგებ. იმიტომ რომ რაღაცა შემილია, მაგრამ თუ არ წავიკითხე ბოლომდე, მე სხვა რაღაცა არ წავიკითხე და უბრალოდ ფიზიკურად ინფორმაცია თუ არ შევიდა ტვინში, ეგ შენი გენიოსობენში არსად არ მიგდის, იმიტომ რომ ბევრს აქვს ბევრი რაღაცა გაკეთებული და უბრალოდ დროის მხრივ უამრავი საათი გჭირდება, არ არის აუცილებელი 10,000 იყოს თუ რამდენიც იქნება. რომ წაიკითხო, ნახო და ინფორმაცია მიიღო. და იმას მე როგორ გაამუშავებ და როგორ გენიალურად დაალაგებ, ბაზარი არ არის. კი. ეგ დრო აბარა, იმიტომ რომ თან რა არის ეს ცოდნა ხო საერთოდ რატო არის რომ ეს თვითონ იმაში საგნებში თვითონ საგნები იყოფა უამრავ ქვესაგნად, ხო? აი ფიზიკა, მათემატიკა ის ვიცი რა არის ერთი რაღაც ძირითადი ბაზისური ცოდნა აქვს, მაგრამ მე ერთი ხელობის ტიპი, ხო, ერთი მიმართულებით წასული მეორე მიმართულებით ძალიან ესეთი ვერ შეიძლება გაუგონ ერთმანეთს და ერთი ვიწლო სპეციალობის იმან სპეციალისტმა მეორეს იმაში ვერ გამოთქვას ესე კომპეტენტური. და მით უმეტეს რაც რო გადის ადრე ხო იყო ეს რენესანსმენი აღორძინების ხანის ადამიანი, რომელიც იქ ლეონარდო თქვათ რომ იქ დახატავს, იქ გამოძერწავს რაღაცას, მაგრამ იქ შეიძლება მათემატიკაში რაღაცა მოიფიქროს და იბერტფრენი გააკეთოს. ეგ ძნელია. იქ თითქმის შეუძლებელი გახდა ეხა, იმიტომ რომ იმდენად ბევრი რაღაცები ვისწავლეთ ამასობაში, რომ ის შენი რაღაცა რომ კარგად იცოდე, თქვათ ისტორიაში ვიცი რა, აი რაღაცა ტიპები არიან, რასაც ვკითხავ ხოლმე, რომ ჰარარის აქვს თქვათ, ხო, რომ ეს რაღაც საპიენსი და რაღაც წავიკითხე და რაც არ ვიცი ის თემები, არ ვიცით მე სამოყვარულო დონეზე ვიცი. ისინი ოკეი და მე რაც წაკითხული მაქვს ცოტა მეტი საფრანგეთის რევოლუციაზე. უცებ ყველა წინადადებაში პრობლემას ხედავ, ვკითხულობ, რომ მეთქი შენ კარგად ხო არა ხარ, რომ ერთ დღეს საფრანგეთის მოსახლეობამ შეიცვალა თუ რაღაცა ეგეწერა და მეთქი ერთ დღეს არ იყო, მე რას ლაპარაკობ აქ რას წერდა. მე მაგაზე ვკითხულობ ერთი პოდკასტის მოვისმინე და თუ რამის სპეციალისტი ხარ კონკრეტული დროის მაგწიკთან დაკავშირებით გაქვს პრეტენზიები, იმიტომ რომ იცი ესე ვერ ამარტივებ, ეს ხდება ხოლმე, ამბობ, იმიტომ რომ ეგრე არ იყო და თან მე რომ წარმოვიდგინე ისტორიაში რომ აი 100 წლის მერე 2025 წელს წერს ვიღაცა. ეს მარტივად ერთი ხელის მოსმით რა ხდებოდა, რომ დაწერო არ რამდენი ის არის იქა. კი. წყალქვეშა დინება. ეგ არის კი ბატონო, ხო, აი შენ რაღაცაში კომპეტენტური რო ხარ, აი ვიღაცა კიდე ზოგადად რო წერს ამ საკითხზე, ან აზრს გამოთქვა, იქ ამჩნევ ამ თეთრ ძაფებს, ხო? აი შეიძლება იყოს ძალიან ესეთი კომპეტენტური გამოცემა იყოს, აი გარდიანი რაღაცა ის და რაღაც კონკრეტულ თემაზე, რომელზეც ამუშევარი გაქვს და რაღაც დრო დაგიხარჯავს და ის და ხულობ ხო? აი ნუ რაღაც ძალიან რჩება შტაბეჭილება რომ ზერელია რაღაც ის. იმიტომ რომ ბევრად მეტი. ChatGPT-ზე გახხოლმე ხან რაღაცას კითხავ და ნახე რამდენი რამე იცის და მე რასაც იცი იმაზე რომ კითხავ. ეს ეხა რო ახლა ეს რო ვიღაც სხვას წაეკითხა. სრულიად არასანდო ტიპი არის. ანუ რაღაცაში რაღაც კომპეტენცია უნდა კონდეს და იმ თემაში ავარჯიშო და იმ თემაზე მე თან შეუმოწმო და ისაკრა. ხო და ამ იმას ხო თანამედროვე მეცნიერებები და ის რომ მოკლედ სულ ცოტა ხო უნდა მიხვიდე იმ დონემდე რომ სადაც არის ახლა მეცნიერება რომ მე რაღაც წინ წაიწიო და გაიხედო და ის და არის ზღვა მასალა დაგროვებული. ხო ნიკო რა მეტეს რომ ბოდიშად მეცნიერებას კიდე მოუბრუნდები რომ აი როგორი ის არის ხოლმე უფსკრული უფრო ახალგაზრდებიც აღარ არიან ბევრია 50-ს არის და 60-ს არის უკვე მაგრამ ხალხი ვისაც ქონდა რა ქვია, სწორება თქვა უცხოეთში peer-reviewed პუბლიკაციებზე რომ აი ის უნდა გქონდეს და არის ხალხი, რომლის სახელიაგვარი შეიძლება არ გაიგე, მაგრამ რაღაც თემაზე რო ეძებ თქვა რაღაცა პედაგოგიკაზე, უსებ ნახავ რომ 1.50-ია გამოქვეყნებული კაი წონიანი იმეებში, არც შეიძლება აქ არასწავლი, სადღაც სხვაგან არის, მაგრამ იცი სისტემა კარგად და არის ხალხი, რომლებიც არიან რომ ჩვენ ფაკულტეტები მთლიანად რომ ჩვენ ვასწავლეთ 20 წლის წინ გამოსული წიგნებით, რომელიც სფერო არ არის, რომელიც უკვე დაძველებული არ იყოს 20 წლის წინ ზოგი შეიძლება შარშანდელმა რაღაცა შეცვალა და არის ეს რომ ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით რაც იყო და არის მით უმეტეს ის ხალხი მთელი კოჰორტა, პლეიადა, როგორც წესი უფროსი თაობის, მაგრამ ახალგაზრდებიც არიან, რომლებიც მთელი ისტორიაზეც არის ეგრე და ფიზიკაზეც არის და სოციალურ მეცნიერებებშიც რომ რასაც ჩვენ ბავშვობაში ვსწავლობთ, მოდი ახაც ის ვისწავლოთ. ეს ცუდი იყო ისა, მოდი ახაც გავაკეთოთ და როგორც წესი, ვინც უფრო არის, აი, თანამშრომლობა მქონდა ლუბლიანის უნივერსიტეტთან, მერე წავედით რაღაცა იქ. ვienis უნივერსიტეტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დამეგობრებული ის იყო. ნიკო, ისა არ მინდა რომ ისე დავამთავროთ გადაცემა, რომ არ ვილაპარაკოთ, აი ეს წინაზეც ვახსენეთ, ხო, ეს ეპშტეინს ვამბობდით და ეპსტინი ყოფილა, ხო? მაგის ეს ფაილების გამოქვეყნება, ეს ბოლო და საბოლოო, რა, ყველაფერი. არ არის საბოლოო. რა ვიცი, თითქოს ყველაფერი რაც ქონდა არა, ნახევარი კიდე არ არის რაც იქ არის, ანუ არა. ხო და რა ამინდა, ეს ძირითადად მე ჩემს ბაბლში ესეთი ისინი ხვდება, რომ ნუ ერთი ის უწრფელად რო ეს რა ვნახეთ და ეს რა ხდება და რაღაცა და მეორე ნიშნის მოგებით, აი როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ რო თქვა, რომ ყველამ თავის ეპსტინის კონძულს მიხედოსო და რაღაცნაირად ეს ნიშნის მოგება, რომ აი ხედავთ, ეს დასავლეთი და ეს ისა ლიბერასტები და იმაში გარყვნილების ჭაობში იხჩობიან და რაღაც სიწმინდეები აქეთ არის და სიმართლე ჩვენ მხარეს არის ნიშნის მოგებით და სინამდვილეში შენ ვიცი ახალ გულგრილი ამ სკანდალის მიმართ ხო და აი რა ხდება მე რაც ვნახე ორ სიტყვით ვიტყვი და მე შენ მოგისმენ ხო ნუ არ დარჩა ალბათ არც ერთი ქვეყანა და გავლენიანი ტიპები რომ ამ ტიპთან რაღაცნაირად ძაფებით არ იყოს დაკავშირებული მე ჩემი ინტერესი ძირითადად ეს რუსეთი უკრაინა და ეს ომის ამბები რო არის აი ახლა ვინც არის მთავარი მომლაპარაკებელი ეს კირილოვი კირილ დიმიტრიევი მაგის ის არის რაღაც ფონდი არის ეს საგარეო ინვესტიციების მოზის რაღაცა მაგის თანამშრომელი მისი მოადგილე ვიღაცები აი ეს რუსები მინისტრები ლავროვს ახსენებენ ვიღაც ის ჩურკინი რო იყო ხო გახსოვს ის მუდმივი წარმომადგენელი კაიროში ის მის ჩართულობა არის ძალიან ესეთი ახლო და შვილის დასაქმებაზე და რაღაც ეგეთები და ხო აი რა ხდება ხო აი რა მასშტაბის სკანდალი არის და რაც გვეუბნება მართლა ესე არის ყველა ახლა BBC-ზეც წავიკითხე რაღაცეები ის ამერიკაში ელჩი ვინც იყო ძალიან გავლენიანი ტიპი ის ვაფშე ის ძალიან ღრმად არის ხო სკანდალი მართლაც და ერთ-ერთი ყველა დროის ყველაზე დიდი სკანდალია თანამედროვე სამყაროში რა დიდი ხნის განმავლობაში მე ყურადღებას ვადევნებ ერთია თავს ვერ დავდებ რომ მეც ისო წამიკითხავს და რაღაცა რაც ვიციო ფოტოებზე ცოტა ის არის დაფარული არის მაგრამ ცუდად მომახსოვდება ხოლმე და ვცდილობ რომ არ შევხედო მაგრამ ნუ მე უყურებ ხოლმე რაღაც სხვა კომენტატორებს YouTube-ზე Coffeezilla მიყვარს რომელიც როგორც ისე კრიპტოზე აკეთებდა ხოლმე ჟურნალისტურ გამოძიებებს ეხა ამაზე რაღაცა ინტერვიუები აქვს ზოგი კონგრესმენთან იმასთან დაახლოებით ან მაინც შუამავლის მეშვეობით მეძლევა ინფორმაცია ერთი არის ის რომ ეთქოთ შეიძლება რომ Jay-Z არის ნახსენები ფაილებში ან Eminem არის ნახსენები ფაილებში ფაილებში არის ძალიან ბევრი სხვადასხვა რა. ხო, ნახსენები სააკაშვილიც იყო, ნახსენები ნახე რომ სტატია აქვს იქა იმის Guardian-ში გამოქვეყნებული. ხო, ანუ ზოგადად გვარი შეიძლება შეხვდეს იქა, ოღონდ გაჩნიათ ან რა კონტექსტში ხდება. Jay-Z-ზე იყო რომ რაღაცა ცუდი ქნაო, მაგრამ მანდ არის ერთი მიმოწერა იმეილის ეპშტინის და სხვა ხალხის, რომელიც არავის ეჭქვეშ არ დაუყენებია მისი სინამდვილე, მათ შორის რაც ილონ მასკებს და ვიღაცებს ვინც იქ მონაწილეობდნენ. არის რაც სასამართლო დოკუმენტაცია, არის ფოტოები. იქ კიდე არის მოკლედ ერთი იმდენი არ არის კიდე ზოგი არის გამოძიება მიდის, ზოგი არის ბავშვებზე ძალადობა და არ ისაც არ არის გამოსახვეწილი. ცემენტი რა იყო ამ ურთიერთობების? აი ეს სექსუალური ურთიერთობები? მარტო ეგ არა. ხო, ნუ და ზოგი არის ძალიან ბევრი ფაილი არის FBI-ს ქონდა ცხელი ხაზი გახსნილი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაერეკა და მიეწოდებინა ინფორმაცია თუ რამე იცოდა ამასთან დაკავშირებით. და როგორც მსგავს რაღაცებთან ხდება ხოლმე, ვისაც უნდა იმას ანუ არა შეგეძლო დაგერეკა შენ და რაღაცა გეთქვა. და რა ხანის იყო წინ არჩევნების წინ 2020 იყო თუ როდის იყო არჩევნები ამერიკაში, ანუ ძალიან ხშირად არის დონალდ ტრამპის ხსენება, on თავიდანვე არის ნათქვამი, რომ ზუსტად არჩევნების წინ იყო და არის რაღაცა ბრალდებები, რომელიც ვიღაც ტიპმა ხელხაზზე განაცხადა და არსად არ დასტურდება კი არა, ვერ. ზოგი აქედან შემოწმებულია, ზოგი აშკარა აბსურდი არაც წერია, ზოგი შეიძლება არც არის აბსურდი, მაგრამ პრობლემა ისე რომ მან იმდენი რაღაცა არის რომ ვერ გაარჩევ ტყუილ მართალისად არის და სავარაუდოდ უმეტესობა ტყუილია. ასე რომ თუ სადღაც სიმართლეც არის შეპარული რომელიც ალბათ არის, ნუ ისიც გადაყოლა. ანუ ნახსენებია ეს არაფერს არ ნიშნავს. ხო. ზოგადად სად არის რა კონტექსტში არის ნახსენები. აი ვიღაცა ნახსენებია რო თქვეს, აჰა, ესეც ესეთი ყოფილა, ესე ვერ იტყვი ერთ მნიშვნელოვნად. ვერ იტყვი, მაგრამ ნუ ვიღაც ტიპები რომელზეც იტყვი. ანუ რა თქვა სტივ რომელიც იყო ერთ-ერთი რესპუბლიკელების თავარი იდეოლოგი ვიდრე ტრამპთან წინ იყო. რომელიც იქ ეჯდა და ესე წმენდა, ეხლა ესე გავაკეთოთ და ის მერე
ხო მეც რაც წავიკითხე იქ არის ვეთყვი რომ ვიდეო გადაგიღოს და კავშირები ვიღაც ტიპებს რო ახვედრებს არა ის ურთიერთობების პირადი და რაღაც არამედ აი რაღაც საქმიანი და ეს უამრავი არის ეგეთი თქვათ ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უამრავი რაღაცა შეკითხვები აქვს იმეილს უგზავნის და არავინ არ ამბობს რომ მან ალბათ რაღაცა სექსუალური ხასიათის რამე უნდოდა მაგრამ მან არის მეორე საკითხი რომ ეს მიმოწერა და რაღაცები ხდება მას მერე რაც ეპსტინი უკვე ბრალდებული და მჟავრდებული იყო არასრულწლოვანთან იმაში არასათანადო ეგ რა უცნაური ისა აქვს არა ეს ისა მართლმსაჯულება ეგრე რომ ძალიან პატარა ის ქონდა ვადა და თან ფაქტობრივად არც იხდიდა ხო ციხეში რომ მიდიოდა და მოდიოდა და რაღაც ეგეთი ხო მეც ესეთი ისინი შემხვდა რომ არის ვიღაც ტიპების კონკრეტული დანაშაული და საშინელი დანაშაული რაც არის ეს მართლმსაჯულების ამბავი და არის უბრალოდ ურთიერთობები, რომელიც შეიძლება არ გადიოდეს აი დამნაშავესთან ურთიერთობა და იყოს მხოლოდ მორალის საკითხი. მან კიდე არის ახანაგები ესეთი რომ თვითონ მე ვისაც უყურებდი ჟურნალისტები და ესენი სულ სვამდნენ შეკითხვას რომ ხო არ ცდილობდა ხელისუფლება ამის მიჩქმალვას, იმიტომ რომ ამისი ვთქვათ მაგალითად რომ თქვეს რომ არ დავიწყებთ გამოძიებას შანტაჟთან დაკავშირებით. იმიტომ რომ იქ ვერ ნახეთ. ეხლა რაც ეს კოფიზილას იმას ვიმეორებ, მაგრამ არის ვთქვათ იმეილი, რომელიც ეპსტინმა საკუთარ თავს მიწერა, რომ მე ბილ გეიტსის გაეგზავნა, სადაც როცა შანტაჟი ქვია, ანუ ჩემს მიერ თუ არ მოხდება გაგება როგორ შენ აი კიდე სექსუალურად გადამდები დაავადება რუსი გოგონებისგან, მაგრამ შენ რუჭკიანი კაცი იყო, გადმორიცხავდი $12 მილიონ თუ რა კითხულობ შანტაჟი ქვია მაგას რა. რომელიც შემდეგ ხარ, რასაც გაეგზავნა თუ არა ეს იმეილი არ ვიცით. იმასაც ვერ ვიტყვი რომ მართალია თუ არა. შეიძლება ივარაუდო რომ რაღაცა იყო მან შეიძლება ივარაუდო რომ რაღაცებს ამეტებს რომ დააშანტაჟოს. მაგრამ ნუ შანტაჟი ქვია მაგას არ არის. კიდე თანაკონსპირატორებზე რო იყო ლაპარაკი გუშინ წინ იყო ეს კონგრესმენმა რომ დაასახელა გვარები ერთ ქართული გვარიც რო იყო არავინ არ იცის ვინ არის. რომლებიც რედაქტედ არის ანუ თავიდან იყო რომ საქმე მარტო ამის წინააღმდეგ კი არა მათ წინააღმდეგაც იყო აღზრდილი. რაღაც მეგრული გვარი იყო არა ელექტრონულ პოსტებში არის. ხო, ნუ 5 სხვადასხვა ადამიანი, რომლებიც ხო ვიცით რომ თვითონ ამ ლოგისტიკურად ვერ ააგებდა რომ სადღაცა მოიძიო გოგონები, რომელიც ზოგი არასრულწლოვანია, ზოგი არ არის, ზოგი თან ხა ადრე ელემენტარული ცოდნა მაქვს მაგასთან დაკავშირებით, აი რადიოს დროსაც ორი სიუჟეტი გავაკეთე ტრეფიკინგზე და ცოტა რაღაც ხო იცი ექსპერტს რა კითხები რაღაცა ისა და მან და არის მაინდა-მაინც ზოგ შემთხვევაში არის რომ ტიპი ჩაიყვანეს ჭურჭლის ვრეცხავად და მერე წაართვეს პასპორტი და შეაგდეს ბორდელში. ზოგ შემთხვევაში იცოდა იმ ადამიანმა სადაც მიდიოდა თავიდანვე. ანუ ესე არ არის ზოგი იძულებით არის, ზოგი მოტყუებით არის, ზოგი თავისინებით, მაგრამ უკეთესი ეგონა და უარესი დახვდა. ზოგი რაც მანდაც ეგრეა ხარ ზოგი მოტყუებით ჩაიყვანეს ზოგი არა საშინელი ისტორიებია. ერთი ორი მეც წავიკითხე ის ავსტრალიელი კალი მერე წიგნი რო დაწერა და თავი. აი მე საშინელი ამბები ხო ზოგითან წყვება მერე რო გადაცემა და ის რო იყო რა ნივთივით რო ყავს და თან ისეთნე რომ ამასაც ეს манипуляციის რაღაც ის არის რაღაც გენიალური თვისებები ჭირდება რომ ფოტოებზე სადაც არის ფიქრე ბედნიერია და უხარია და ამ დროს აი კატასტროფაში არის რა. თან მანდ ხა ის არის ვინც დაალაგებული ხო ვისაც ხა გამარჯობა უთქვამს და ხელი არ ჩამოურთმევია მისთვის არნიშნავს რომ ხელი ჩამოურთმევ რომ რა ყველა გასრულია ამ ამბავში მაგრამ მე შეკითხები გიშდება რომ ხო იცოდი ეს ტიპი ვინ იყო მე ზოგადად ანუ არ ვიცოდი ხო მაგრამ ეგ მაინც უფრო მორალის ამბავი არის და არა სისხლის სამართლის ხო არის მორალის ამბავია რომ შეიძლება გეუბნებიან რომ წამოდი იქ არის pleasure island რაც გინდა იქნება იქა გოგოება ნუ რომ ქალებში რომ წაგიყვანენ და არ დასვი შეკითხვა რომ ის ქალი როგორ მოხვდა და შეიძლება ფიქრობდა რომ ანუ რა ვიცი ხო შეიძლება არის ნუ არა უშავს ესეთი მოსაზრებები შემხვდა ვიღაცა ნორმალიზებას აკეთებს რომ ეგრე აბარა გავლენიანი ტიპები არიან მაყუთი აქ და ისა და ვის არ უნდა ქალებში გულავი და რაღაც ეგეთი და თითქოს ეს ხო ის გასაგები არასრულწლოვნები ეს ცალკე ამბავია და მაგაზე არავინ პედოფილიაზე არავინ ასვა აღლას დასრულებში ნუ აში რაღაც ინტერესი აქვს და ლიბიდო აქვს და ასე ახლა დიდი ამბით რო აიღო ესეთი რომ გაადიდო აგე პუტინსაც რაღაც ლიბიდო აქვს რომ ყველა უნდა გარშემო დაიპყროს და მან ხო ძალადობის და იმისი მომენტია თანხმობის თუ რა ქვია იგივე თანამედროვე გაგებით ხა ზოგნი არიან და მეც იმაზრზე ვარ რომ სექს სამუშაო არის ანუ თუ არიან დემონიზება სექს მუშაკების ასევე არასწორია იმიტომ რომ რა ვიცი არიან ვიღაცები ვინც
ჯერ ერთი ხა შეიძლება თავისი ნება რა არის და რა არ არის ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რომ თუ მშია შეიძლება წავიდე მეც დავდგე სადღაც არო სახში ფული მაქვს მისატანი. ან შეიძლება არ მშიო და ისე ძალიან და გადავწყვიტე რომ ეს გზა იყო ჩემი უფრო ადვილად რომ რაღაცას ის არის კომპლექსური საკითხი. ეგეთი მაგრამ აი ესეთი ორგანიზებული შემთხვევაში იყო, რა ვიცი, ყველანაირი ინფორმაცია კარგ ახნის განმავლობაში რომ ეგ თავისინებით ჩასული ხალხი და რაღაცა ის არ იყო, რომ ქონდა სერიოზულ ძალადობას ადგილი. ყველას მიმართ ქონდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ხო, რა ვიცი, აი ეს კიდე ბოლოს ფინალისკენ წავიდეთ. თან ძალადობაც არის და ჯერ ერთი ხა არასრულწლოვნები, მეორე კიდე უფრო როგორც ამბობენ და არ ვიცი ხა ეგ რომ კიდე შეიძლება რაღაცა ის იყოს. ანუ ეგ რაც გასყდა ხო საშინელებაა, მაგრამ რომ კიდე შეიძლება სხვანაირად რომ იქ ვიღაცა მოკვდა და როგორ მოიშორეს გვამი თავიდან და რაცა მაგაზეც არის ლაპარაკი, რომელიც სხვა დროს იფიქრებდი რომ კაი, ეხა ეგ რაღაცა მეტი ხო არ მოდის და ეხა აი რაღაც ვარაუდები რაც ამას წაკითხული და ჯერ შეიძლება არ არის დადასტურებული, მაგრამ მგონია რომ შეიძლება ვინ იცის რა საშინელებებს შევოდნენ კიდე უფრო რაც მანდ არის. ხო, და ის ახლა იქ ბოსტონში, დასავლეთის ბოსტონში და ისინი ესე ყველამ თავის იმას კუნძულს მიხედავს და რაღაცა. ნუ ახლა ამაზე რო ვთქვათ, იმ ტიპის საზოგადოებაში და იმ ტიპის წესრიგში, ხო, სადაც ეგ ამბავი მოხდა, ხო, რომ მოხდება რაღაცა, ხო, დიდი ალბათობა რომ გამჟღავნდეს და ვიღაცები დაისაჯონ და პასუხი აგონ და რაღაც პრევენციაც გაკეთდეს, რომ მე არ მოხდეს. აი ჩვენი ტიპის ასე სადაც ის არის ყველაფერი არაფორმალური ურთიერთობები და ეს სკანდალი შეიძლება საერთოდ არ გასცეს. შეიძლება რაღაც ახლა იმ მასშტაბის არა, ესეთი გლობალური მასშტაბის, მაგრამ რაღაც ესეთი ლოკალური მასშტაბის ჯოჯოხეთები აკასტრიალებს და ამაზე კაციშვილი ვერ იგებს. და ყველაფერს აკეთებენ რომ ეს დამოუკიდებელი მედია არ იყოს, რომ ესეთი სკანდალი თეორიულად პირობითად ამ ტიპის სკანდალი გასკდეს ოდესმე. იქ ხო ვიცით არა ეს როგორ გასკდა ეს ამბავი რომ აი ეს რაღაც მაიამის რომელიღაც ადგილობრივი მედიის რაღაც ისა არის მაიამი today თუ რაღაც რომელიღაც გამოცემამ და დაიწყო ამაზე გამოძიება და აგორდა და ეს მეორედ ეს ეპშტეინის მიმართ ინტერესი გაჩნდა ამის მერე, ხო და ახლა როდესაც შენ მედიას ებრძვი, როდესაც ეს მედია ისეთ მდგომარეობაში ხავს ფინანსურად, რა ვიცი, კანონმდებლობით, ამით რომ არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ამ მასშტაბის გამოძიებები აწარმოოს, ხო, ამ მასშტაბის დამოუკიდებლობა ქონდეს, ბუნებრივია შენი ეპშტეინის კუნძული ეპსტინის ხო? შენი ეპსტინის კუნძული შეიძლება ისეთი შთამბეჭდავი არ იყოს ბჭყალებში როგორიც იქით არის, მაგრამ რაც არის ახლა ისიც ხო არ უნდა იყოს, არა? და შენ რას აკეთებ იმისთვის რომ ეს აქ არ მოხდეს? და უბრალოდ რო კაი ტიპი ვარ და მე არ ვიზამ, ეგრე ამბობდა ეპსტინიც კაი ტიპი ვარ. რამდენი ამბავი გაგიგია ქორეთ მარტო ჟურნალისტებისგან და ჟურნალისტებთან დაკავშირებით სექსუალური შევიწროების და ძალადობის და კიდევარესის მედია გავლენიანია, რესპექტაბელურია, სახელი არა გატეხილი არ უტეხავენ. ანუ მე გამიგე ის გალები მე ხმას კი არიღებენ ისე პირადი ინფორმაციით იცი ვიღაც სახელი და გვარებით, რომლებიც ზოგი ქართული ოცნების წარმომადგენელია, ზოგი მანამდე ის იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, რომ ეს ამას შვება, ის იმას შვება, რომელიც იცი აი ჭორი და მithქმა მოთქვის ან არც გაიმეორებ, იმიტომ რომ არც მტკიცებულება მაქვს კი არა, არც ვიცი მართალია თუ არა. მაგრამ ნუ ზოგი რაც სამი სხვა წყაროდან იცი და ზოგი არის რომ ტიპს იცნობ რა გითხრა და მე გეუბნება და არანაირი მცდელობა არ არის რომ გარემო იყოს ისეთი სადაც რაც ამას რაღაცა შედეგი მოყვება. იმიტომ რომ თქვათ მე რო ვიყო ქალი ან კაცი ეგეთებიც არიან ხოლმე სექსუალური შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გაუპატიურება არ იყოს, მაგრამ შეიძლება რაც ვიღაცა მავიწროებს ან შეიძლება ხელი თუ მომკიდე უკვე რაღაც სხვადასხვა ისინია მან ლეველები და მაგრამ მაინც შეიძლება თავი შევიკავო, იმიტომ რომ მე შემდეგ ჯერზე გქონდა მაგაზე ლაპარაკობ, თავი თუ არ გადადე, რომლის დროსაც იმენა ტიპები დედას გაგინებენ, ზოგი ტროლები, ზოგი არატროლები, ყველა შენ გადანაშაულებს, ისედაც არის ხოლმე victim blaming-ს რო ამბობენ, რამდენი შემთხვევა გაქვს ნახე, რომ აი შავით თეთრზე იყო, რომ ადამიანზე იწალადეს, რაღაცა გამოვიდა და თქვა და აი რაღაც ამაში ისე და ყოველდღე ისედაც რთულია და მე გარემოს გიქმნიან, სადაც კიდევ უფრო რთული არის, იმიტომ რომ თუ რაღაცა ჯვაროსანი არ გახდი და რა დროშის ხნევით არ გამოხვიდე და არ თქვი რომ კიდია მარტო ამაზე ვაკეთებ ხა და რომლის დროსაც კიდე მაგარი გენძრევა, იმიტომ რომ არ არის ვის ახლა ის რასაც შენ ამბობ, ეს ცოცხალი ამბავი, ცხელი ამბავი, ეს გიგაავალიანის ეს პედაგოგი, ახალგაზრდა პედაგოგი რომ მოკლეს.
ახლა რამდენი იბრძოლა ეს დედამისმა, ხო, რომ აი ამ ტიპის ინტერესი გაჩენილიყო, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცეულიყოს და მე გამოძიებას რაღაცნაირად გაეზარდა თავისი ეფექტიანობა და არ ყოფილიყო ისე, რომ აი უბრალოდ მალე მოიშოროს ეს საქმე, მალე დადგეს რაღაც ისა განაჩენი და ასე შემდეგ, ხო? აი მთელი ის აღმოჩნდა, რომ ეს ის არის რა, აისბერგის უხილავი ნაწილი არის, რომ სხვა დანაშაულებებია კიდე და გადის ეს ისა ამ ერთი პატარა ამბით ამ ერთი ამბით არ თავდება. რომელიც ბოდიში არ იყო შემთხვევას, რომ სადაც იტყვი, რომ რაღაც ხელისუფლება იყო ჩართული ან ვიღაც პოლიტიკური ინტერესი. არ იყო პოლიტიკური ინტერესი, ამ შემთხვევაშიც კი აი რა ამხელა ძალისხმევა დაჭერდა. დაზარალებულს ამ სხვერპლს. და ეს რო არ არის, ეს რო სიმპტომი არის, იქიდანაც ჩანს, რომ არ არის ერთადერთი შემთხვევა. ავიღოთ ეს ხორავას ქუჩის ამბავი, ხო, ის არალიძე რამდენი წელი იბრძოდა, რა თავგანწირვით იბრძოდა, რა ზღვრები გაიარა, ხო? მაჩალიკაშვილის ამბავი ავიღოთ. მაჩალიკაშვილის ამბავზეც მე ვფიქრობ, რომ სრული კონსენსუსი პოლიტიკური ნება არ არსებობს, თორე ყველა მიცის რა მოხდა, როგორ მოხდა და ის. იმის იქით რო წავიდეთ გირგვლიანის ამბავზე, ხო, გადაყვა ის ქალი, ხო, ამ ამბავს და რამდენი იბრძოლა, რომ ეს იმისთვის თავის სიმართლე დაემტკიცებინა და დამნაშავე დასჯილიყო, ხო და ნუ მართლა ესე არის რა, ეს არ არის მოკლედ აი ეს შემთხვევითი და ერთჯერადი პრობლემები, რაღაცნაირად სისტემური პრობლემა არის. არ უნდა ჭირდებოდეს, შეიძლება იმ მასშტაბის ტრაგედია არის ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება, შვილს რომ უკლავენ ადამიანს, რომ იქ შეიძლება ჭირისუფალმა, მსხვერპლმა, დაზარალებულმა, რა ქვია, ხო, საერთოდ ჩამოყაროს ხელფეხი და ის ვერ იბრძოლოს რა, აი რკინის ქალნამნებს ჩავიცვალ და ვერ გააკეთოს. ალბათ რამდენი იყო ეგეთი, ეხლა ვინც ჩამოთვალა, ყველანი ძალიან განსხვავებული ადამიანები ერთმანეთისგან, მაგრამ ქარიზმა, იცი რა, რო ამოიღებს ხმას და რო პროცესი უნდა შექმნა, ნიკო, ისეთი უნდა გეგოს ამური და ყველამე შეძლო რაღაცა მთების შეძრა, ზოგი იწყებს მთების შეძრა, მაგრამ ტიპია ისეთი, ახლა ის კი არა რომ ყველას დარწმუნებული ვარ, შვილის სიკვდილი, აი ესე ხო, სიცოცხლით სავსე პერსპექტიული, რაც არ უნდა იყოს და ყველას ერთნაირად კი ვარ, მაგრამ განადგუროს და ვეღარ მაგას ვამბობ, რა იმის გულში ნაკლები ჯოჯოხეთი ტრიალებს, ვინც ხელი ჩაიქნია და უბრალოდ მიჯდა კუთხეში და თავისთვის ხვდება, ხო? მაგრამ უყურე პროცესები რო დაიძრას, ამისთვის რაღაც სხვა ენერგია გჭირდება, სხვა თავგანწირვა გჭირდება. მე რაღაცნაირად იცი, შეიძლება ორმაგად დაიტრამვოს მსხვერპლის ისა, თვითონ მსხვერპლი. წარმოიდგინე, რომ აი ახლა უყურებ ამ ქალმა ამდენი იბრძოლა, აი ამ გადადო თავი რაღაცა ის და მიაღწია ამ იმას სიმართლეს და იმის სიტყვაზე ვამბობ. ხო, ჯერ არ დამთავრებული არაფერი, მაგრამ პროცესი შექმნა, დაძრა და თუ არავინ არ მიჩქმალავს და მიაჩუმატებს ამბავს და ახლა ვიღაცა ფიქრობს, რომ მე ეს ვერ გავაკეთე, ხო, აბა მე რანაირი დედა ვარ, რანაირი მამა ვარ, ხო? ხო არის, არ უნდა ჭირდებოდეს ეს რა, არ უნდა ჭირდებოდეს. და რაც უფრო ახლა რამდენი გადავაცილეთ ხო არა? ხო და არავის ბოსტანში და იმაში არ არის ქვებისასროლი, ხო? უნდა მიხედო, რომ შენი აწყობილი სისტემა, მართლმსაჯულება, რა ვიცი, ბალანსი ამ შტოებს შორის, ხო? ერთმანეთს კი არ უნდა ფარავდნენ და იმასავით თანამზრახველებივით, ოღონდ ერთმანეთი გაიტანონ და არაფერი. ოღონდ თავიდან მოიშორონ და რაც არის და ეს არ უნდა იყოს, ხო? აი ესეთი ამ ტიპის იმეებისგან უნდა აზღვევდნენ ეს ძალაუფლების და ხელისუფლების შტოები და ეს ხო, აღარ შეგვიძლია ენაც გამოუყოთ და აღარაფერი გაუკვირდებათ ჩვენს ყოფილ პარტნიორებს ჩვენი ქვეყნისგან, ხო. ნიკო, კომენტარების იცი, ამ შემთხვევაში გავედით ბოლოში, დავიღალე მე და წავიკითხე. დაგღალე ნიკო. არა, შენ არა ხო იცი. ნუ 1-2 მაინც. კაი, Night of the Seven Kingdoms-ი ხო არ გინახავთ თუ გეკითხებიან? წიგნის საკითხვა მინდა ჯერო. არა, მე ძალიან აქებენ ჩემ გარშემო. შენ ისე მოგწონდა უცნაური კაცი ხარ. დრაკონების სერიალი წინა, რომელიც ხობს არ მოწონდეთ. გორდაკა პირადად მე როგორც ფეხით მოსიარულეს გადაადგილებაში ხელს ტროტუარზე უნამუსოდ დაპარკინგებული მანქანები უფრო მეშლის ხელს ვიდრე ნებისმიერი დემონსტრანტი. აბსურდია, ნამდვილად ეგრეა. რუსთავში მერანთან საპელმენეზე ბევრი გამოხმაურება მოყვა. მანქანა 72-60-ს ჩემი ბავშვობა იყო ესო. ნინო სებუას მოეწონა თამადების გადამზადების შენებული იდეა, რომელიც მეც მომეწონა. ეს პროექტი არის ასატაცებელი.
თუ გოგელია ხინკლიშვობია რომ არის საზიზღრობაო და ნამდვილად და მე დაამატა რომ საცივი გამოგჭათო ქართული ეს ხინკლიშვობია ხო კიდე ის არის ახლა მესმის რომ შეიძლება ექსპერიმენტი ჩაატარო რაღაცა მაგრამ ის რო აქვს ხოლმე კიდე შოკოლადის ფერი და რაღაცეები და ის ხო რაღაც უცნაურია ხო სულ ცოტა user dominion-მა დებატებს შედეგი უნდა კონდეს ან კონსენსუსი ან ერთ მხარე გადადის მეორე მხარეს ან მიდიან ახალ ჭეშმარიტებამდე რაც საბოლოოდ ქვეყანას უნდა გამოადგეს ეს რაც არის ველოსიპედის გამოგონება რა შედეგი ბოლოსო და ბოლჩი პიწერს რომ დებატებში ბრწყალებში ყველაზე მაგარი ის იყო რომ ჩხობაძე რაღაცაზე შეიპასუხა პაპუაშვილს და წამყვანა რომ მოუწოდეთ თქო დებატებში ნუ შევახტო ნუ გამათო ავსტრიაში მოკითხვა ბეგონ რესეპციონ არც როგორ იკითხება მამუკა გაბუნიამ თავისუფალში რო ილეთებია მსგავსი ეფექტური ეგვიპტელი გავიხსენოთ რომელ ჭიდაობაშია ჭამერა ჯიგრის ფერაშკი და მოკეტა როცა მე არ გესმისო მე მეხებოდა ესა იმიტომ რომ თავისუფალი ჭიდაობა დავაჰეითე და მამუკა გაბუნიამ გადასარევი პასუხი გასცა ვაფასებ რომა გორჯომალაძე დებატაზე ვფიქრობ არასწორად საუბრობთ გირჩის პოზიცია ძალიან საინტერესო ღმერთს რამდენს წერენ ხოლმე ხო შეიძლება რომ ორი სიტყვით დაწერო რომ თქვენ ვერ გაიგეთ რაღაცა ისა ორი წინადადებით რომ წავიკითხოთ ჯიმი საჭმელზე დაიწყო თუ არა იმ წამს ვიფიქრე რომ კახაძეზე იყო და რამეო მანანა ზუმბულიძემ 88 უზულმა გპ-ის ჩებურეკი ეგრეთ წოდებული მეცხრე კორპუსის ყველაფერი წარსულშია ჩებურეკი იქით იყოს და გპ-იცო და ეგავართ კაი კიდე არის კომენტარები მაგრამ რაც მოსწარე წავიკითხე ისა დაასრულე შენად კარგად და ხო სულ ეს იყო რა აბა კარგად ახლა მომავალ შეხვედრაზე